ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა აჭარის რეგიონულ მედიასთან. 1 სექტემბერი, არჩევნებამდე 38 დღით ადრე. მოგესალმებით, არჩევნებამდე რჩება 38 დღე და დღეიდან კვირაში ორჯერ, ორშაბათს და ხუთშაბათს ტელეკომპანია GDS-ი წარმოგიდგენთ წინა საარჩევნო პროექტს. რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან ერთად, მე მიშა ფეიქრიშვილი, ჩემ კოლეგა ნათია თოიძესთან ერთად, მომავალი ერთი თვის განმავლობაში დავსვამთ ყველა კითხვას ყველაზე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. პირველად, ქართულ ტელესივრცეში გადაცემაში მონაწილეობას მიიღებს ყველა მედია საშუალება საქართველოს ყველა რეგიონიდან. ჩვენს შეკითხვებს ბიძინა ივანიშვილი უპასუხებს. რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი მოახლოებულ არჩევნებზე, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებზე და მათ შანსებზე, როგორი იქნება ძალთა ბალანსი მეცხრე მოწვევის პარლამენტში და როგორ აფასებს ყოფილი პრემიერი განვლილ ოთხწელიწადს. პირველ გადაცემას ვიწყებთ დღეს, 1 სექტემბერს აჭარიდან. ჩვენთან ერთად იმყოფებიან რეგიონში მოქმედი ტელევიზიების, გაზეთების, საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლები. თავდაპირველად მადლობა ყველას მობრძანებისთვის. მოგესალმებით ყველას, მივესალმებით ჩვენი გადაცემის დღევანდელ სტუმარს და ვიწყებთ ჩვენს გადაცემას. და პირველ კითხვას დაგისვამთ მე. წინა საარჩევნო კამპანიაში ამ ფორმით ჩართვის მიზანი რა არის? რისი თქმა გსურთ საზოგადოებისთვის და ძალიან საინტერესოა, რატომ უნდა იყოს ის თქვენი რჩევა ანალიზი, მისაღები და გასათვალისწინებელი ამ მრჩევლისთვის. დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. სანამ თქვენ შეკითხვებს უპასუხებდე, მინდა მივსამძიმრო მთელ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაღუპულების ოჯახებს, როგორც მოგეხსენებათ, დღეს გრძალავენ ტრაგიკულად დაღუპულ სამხედროებს, იოგო შარაძეს და გიორგი ნანიატაშვილს. განსაკუთრებით თანადგომა მინდა გამოუცხადო დაღუპულების ოჯახს. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ჩემი როლი როგორ წარმომიდგენი ამ არჩევნებში და რატომ მაქვს პრეტენზია, რომ ესე შეიძლება ვთქვათ, რომ ანალიზში დავეხმარო მოსახლეობას და რატომ მგონია, რომ მაინც და მაინც მე უნდა მომისმინონ და რატომ უნდა გაითვალისწინონ, თქვათ, ჩემი პოზიცია. თუ გაიხსენებთ ჩემს განცხადებას, თუმცა სატელევიზიო გამოსვლებშიც ხშირად მithქვავს, რომ და ვასაბუთებ, დღესაც შევეცდები, რომ არავითარი პირადი ინტერესი მე არ მაქვს ამბიცია თანამდებობრივი და ეს ჩემი ქმედებით დავასაბუთე და ამტკიცე. არ მაქვს ბიზნესი საქართველოში, ამაზეც მიუხედავად ოპონენტების ცდილობისა მაქვს პასუხი, თუ დაგრჩება და გააქვთ იხტები დაზუსტება გინდათ. სიამოვნებით გამოხვევით და დავაზუსტებ. ამით ესე ვთქვათ, ასეთი ატრიბუტებით სუფთავდები ერთი მიზეზის გამო, რომ მე არ მაქვს არავითარი პირადული ინტერესი. პირადული ინტერესი არ არის რიცხული ამავდროულად ხაზი მინდა გაუსვა. პოლიტიკოსია თუ ბიზნესმენია და საერთოდ ადამიანი პირადულიდან მოდის ერთად და პირადული ამოძრავებს. ამ შემთხვევაში, როგორც მოქალაქეს ივანიშვილს ამ ვთქვათ პოლიტიკური პროცესიდან და საერთოდ პოლიტიკური პროცესებიდან მომავალშიც არავითარი პირადი ინტერესი არ გამაჩნია. მე პირადულიდან გათავისუფლებული ვარ, ამით მინდა რომ ფასი მივცე ჩემს პოზიციას. მაგრამ ფასი მოუმადო ჩემს პოზიციას. შეიძლება ასე ითქვას, პოლიტიკური ინტერესი გამოძრავებთ და მაშინ რა არის თავარი მიზანი ამ პოლიტიკური? თავარი მიზანია ჩემი ქვეყანა, ისევე როგორც თქვენი ქვეყანა, საოცრად მიყვარს, როგორც გიყვარს თქვენ და ქართველებს. მე ასე მგონია, რომ განსაკუთრებულად ვიყვარ ჩვენი სამშობლო, საქართველოს მოქალაქეებს. თუმცა არავის არ ვაგნინებს, ყველას აქვს მსგავსი წარმოდგენა სხვა ქვეყნების შვილებსაც. და რა თქმა უნდა, მე როგორც მოქალაქეს მაქვს პასუხისმგებლობის განცდა და გრძნობა იმისა, რომ რაც შემიძლია ვიზრუნო ჩემს ქვეყანაზე. მხოლოდ ეს, რომ ჩვენი საერთო ქვეყანა იყოს ისეთი, რომ მეც ჩემ შვილებსაც, თქვენ შვილებსაც და ყველა მოქალაქეს თანაბარი პირობები ჰქონდეს და ეცხოვრებოდეს საკუთარ ქვეყანაში. აი ეს არის ჩემი პირადი ინტერესი. ესეთი პირადი ინტერესი, თქვათ, ამაზე ნაკლები პირადული ინტერესი ჩემი აზრით არც ერთ მოქალაქეს არ უნდა გააჩნდეს და არც გააჩნია საქართველოში მცხოვრებს. ყველა ამორჩეველს, თუ არა ამორჩეველს, თუ არა სასაკი ამორჩევის, ყველას ეს მინიმალური სურვილი, ჩემი ნატურაც, ოცნებას თუ გნებავთ, ისე არ არის, რომ ყველაფერსგან თავისუფლ. მე არ მაქვს დამატებითი პირადული, შეიძლება ესე ვთქვათ. პირადული არ მაქვს, შეიძლება სუსტი იყო და კარგია რომ ჩამეკითხეთ. დამატებითი პირადული, გარდა იმისა, რომ საერთო იყოს კარგი, რომ იმ საერთოში მეც მქონდეს ბედნიერად ვიცხოვრო ჩემს ქვეყანაში. აი ეს მამოძრავებს და დამატებითი არავითარი ინტერესი არ გამაჩნია. ამ ხრივ შეიძლება გქონდეს ჩემს სიტყვის ფასი და კიდევ შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს, ჩვენ საზოგადოებას, რომ პოლიტიკაში მოსვლის შემდგომ მე მგონი, რომ საკმაოდ კარგი მენეჯმენტი ვაჩვენე, ის პროცესი
რომ ჩემგან მართული არ ყოფილიყო, გარწმუნებთ, რომ ეს ლამაზი შედეგი ვერ დაჯდებოდა. დღესაც შევახსენებ ისე მაყურებელს, რობერტ სტურია რობიკო გაოცებული იყო, სამჯერ ამოვიდა ჩემთან და მეუბნებოდა პროცესში, იცოდე რომ უსისხლოდ ამათ ვერ გავუშვებ. და ბოლოში გაოგნებული ვარ, რობიკომ ზუსტად ესე მითხრა, რომ აი რა მოხდა და რა მოახერხეთ. გარწმუნებთ, რომ გუნდის წევრებმა ბევრმა კიდევ არ იცის და არ შეუფასებიათ სწორედ რა მოხდა იმ არჩევნებში, მე ცოტა გვიანი მინდა 1-10 წლის შემდგომ დროდესაც რო გავა, კიდევ დამატებითი შეფასება გავაკეთო, როგორი მენეჯმენტი მოახერხე და გავაკეთე, როგორი ანალიზი, რომ ჩვენ მართლაც ეს აღგზნებული გუნდი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელი იყო ნაციონალური მოძრაობა, ქვეყანას დაანგრევდნენ 5 წუთში და გადაწვავდნენ, არ მივეცით ამის საშუალება და ბოლოს ცდილობდნენ გაფორმებას იმისას, რომ აი მშვიდობიანად გადააბარეს. კი არ გადააბარეს. გადავაბარებინეთ და მეტი გზა არ დაუტოვეთ. აი ეს იყო სწორედ ხელოვნება. მე ესეც მაქვს და მე მონაწილე ვარ და ლიდერი ვიყავი ამ პროცესში და ესეც მაძლევს უფლებას ისევ ჩვენ სამომრჩეველს შევახსენო, რომ მე კარგი როლი ვითამაშე და ესეც უმატებს ჩემს სიტყვებს ფასს, რომ ანალიზში რაც არ არის მარტივი გასაკეთებელი, საერთოდ ჩემი უფრო ადრინდელი წარმატება თუ გნებავთ ბიზნესში, ჩემი აზრით ძირითადი საფუძველი ჩემი წარმატების სწორედ რომ სწორი ანალიზი და სწორი დასკვნები გახლათ იმ რთულ პერიოდში, როდესაც მე ბიზნესს ვაკეთებდი, ესეც ხელმეწიფება, კარგად ამის საბუთიც მაქვს და ძალიან გთხოვდი ჩვენს ტელემაყურებელს, ვისაც ჩემზე ნდობა აქვს, ჩვენ საზოგადოებას, რომ გამოვყვნენ ანალიზში და ძალიან გთხოვდი ჟურნალისტებსაც კრიტიკულად. და ძირითადად თქმა რაც იქნებოდა ჩემი რომ კითხვებში მაქსიმალურად შეეცადეთ რომ ვიდრე ჟურნალისტებს პარტიებზე დამისვათ, რომ როგორი ვინც პარტიები, რომლებიც მონაწილეობენ, ლიდერები ამ პარტიების, აი მათი დახასიათება იქნება საინტერესო, რომ საზოგადოებას ჩემეუბნური ხედვა და ანალიზი ვაჩვენო. ამის თაობაზე აუცილებლად დაისება შეკითხვები, თქვენ თქვით რომ ითამაშეთ გარკვეული როლი, მაგრამ თქვენი ოპონენტები ძალიან ხშირად საუბრობენ, რომ თქვენ დღესაც თამაშობთ გარკვეულ როლს. ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ, მანამდე ჟურნალისტებს მივცეთ საშუალება, რომ დასვაშოთ. აჭარის რეგიონში მოქმედ ჟურნალისტებს მივცეთ საშუალება, რომ დაგისვა კითხვები და მე პირველ კითხვის უფლებას მივცემდი გაზეთ ხულოს ჟურნალისტ რიბანა ბელაძეს, მაღალმთიანი აჭარიდან არის რიბანა მელაძე, გისმენთ, თქვენ შეგიძლიათ დასვათ კითხვა. გამარჯობათ, მოგესალმებით, ბატონო ბიძინა, კოლეგებო, მობრძანებულო სტუმრებო. ბატონო ბიძინა, როდის დაიწყება ხულო-ადიგენის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და ბათუმი-ახალციხის ავტობანის მშენებლობა, რაც დიდ ეფექტს ახდენს ტურიზმის განვითარებაში, არა მარტო მაღალმთიან აჭარაში, არამედ მთელ საქართველოში? აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ინფრასტრუქტურა და გამართული ინფრასტრუქტურა არის საფუძველი ყველაფრის და პირველ რიგში სწრაფი ბიზნესის წარმოების. მე ხო მთავრობისებრი არ გახლავართ და ზუსტ პასუხს ვერ მოგცემ, თუმცა მე მომისმენია კვირიკაშვილის გამოსვლა, ძალიან ამბიციური გეგმა აქვს დღევანდელ პრემიერს, რომ 4 წელიწადში საერთოდ საქართველოში უნდა დასრულდეს ინფრასტრუქტურის მშენებლობა. უახლოეს დროში დაიწყება რამე თუ სერიოზული მიმართულებები დაასახელეთ ორივე, უახლოეს პერიოდში აქვს დაგეგმილი მთავრობას მათი მშენებლობა და საერთოდ კიდევ ერთხელ შევახსენებ კვირიკაშვილის დაბირება ჩვენს ტელემაყურებელს, რომ 4 წელიწადში და ჩემი აზრით ამ მთავრობას ხელისუფლება, რომ საქართველოში ძირითადი ინფრასტრუქტურული მშენებლობა, ძირითადი მაგისტრალები უნდა დასრულდეს. ძალიან ამბიციური განაცხადია ჩემი აზრით და არ იქნება იოლის შესასრულებელი. თუმცა კვირიკაშვილი ჰაერზე სიტყვებს არ ისვრის და მე ვფიქრობ, რომ მათ აქვთ გათვლილი და გააკეთებენ რაღაც. კი ბატონო, მოდით შემდეგ ჟურნალისტ მივცეთ საშუალება აჭარის ტელევიზიას აქვს საშუალება რომ დასვა შეკითხვა გისმენთ. მოგესალმებით. ბატონ ბიძინა, მივესალმებ ტელემაყურებლებს. ძალიან მოკლედ ჩამოვაყალიბებ კითხვას, ბუნებრივია. პოლიტიკას შევეხები. არსებული წინა საარჩევნო მოცემულობა შეიძლება ითქვას აჩვენებს, რომ აჭარის რეგიონი პოლიტიკური სუბიექტების დაპირისპირების მნიშვნელოვანი ეპიცენტრია. მოგეხსენებათ, რომ აჭარა პარლამენტის პარალელურად ირჩევს აჭარის უმაღლეს საბჭოს. აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს მოქმედ უმაღლეს საბჭოში ქართულ ოცნებას უმრავლესობა არ ყავს. არ ყავს. ეხლა არ ყავს ამ მოცემულობით. მე როდესაც თქვენი გადაცემის პრომო ანონსი ვნახე და თქვენს შესავალში აღნიშნეთ, დღევანდელი გადაცემის სტუმარი გააკეთებს შეფასებას და პროგნოზს. შესაბამისად, ჩვენი ამ გადაცემის მიზნიდან გამომდინარე, მინდა გკითხოთ. რამდენად ფლობთ არსებულ სიტუაციას აჭარაში? როგორ აფასებთ ქართული ოცნების შანსებს იმის მიხედვით, რომ ქართული ოცნების ოპონენტები მუდმივად პედალირებენ იმას, რომ 2012 წლის შემდეგ აჭარა და ბათუმი არის დაპაუზებული? კი ბატონო, დაპაუზებული, მანდიდან დავიწყებ.
საერთოდ ოპონენტები ძალიან ანზოგადოებენ თავის კითხვებს და მე მახსოვს შეხვედრები ჟურნალისტებთან, როგორც წესი, როდესაც სტატისტიკა მომყავს, როდესაც მომყავს ციფრები და ვსაუბრობ, რომ პირიქითაა ყველაფერი, საპასუხოდ თქვათ ნაციონალური მოძრაობისგან მართული მედია, აბა გადი რეგიონებში და რამდენი გაჭირებულ ადამიანს ნახავ. როგორც წესი, ესეთი დემაგოგიური კითხვა ისმის. მე გარწმუნებთ, რომ ევროპის ქვეყნები, გინდაც ამერიკის შეერთებული შტატები აიღეთ, განვითარებულ ევროპაშიც. ჟურნალისტებით უჩაბრძანდებით, გაჭირებულ ადამიანებს იქაც მოძებნით. თუმცა მე არ მაქვს ამ შემთხვევაში პრეტენზია იმის, რომ ჩვენი ეკონომიკა განვითარებული ევროპის ქვეყნების ეკონომიკა შევადაროთ, ამაზე ჩვენ გვექნება ცალკე საუბარი, ალბათ კითხვებში თუ წამოიჭრათ, თუ არა და მე ბოლოში მაქვს. იმედი გაჭირებული ადამიანებისთვის, რომ სხვა განსაკუთრებული მაგრამ ესეთი განზოგადოება მეგრე, აი გაჩერდა ყველაფერი. აი გადით რეგიონებში და ნახეთ რამდენი გაჭირებული ადამიანია. ну რა თქმა უნდა ეს მე ყველაზე კარგად ვიცი და ყველა მოქალაქე მიცის რომ საქართველოში ბევრი გაჭირებული ადამიანი ცხოვრობს მაგრამ ეს არ არის რეალური შეფასება მთავრობის მოღვაწეობის როდესაც ამბობენ გაჭირდა აჭარა რის საფუძველზე ამბობენ როდესაც ინვესტიციები 2.5-ჯერ გაიზარდა თითქმის 80% ტურიზმი გაიზარდა თქვა თუ 8 წელიწადში ნაციონალურ მოძრაობამ 200 სასტუმრო აშენა 170 სასტუმრო 4 წელიწადში აშენდა და 6000 ადგილი გაჩნდა დამატებითი აჭარაში. ინვესტიციებზე მოგახსენეთ, ახლა კიდევ 41 ახალი საწარმო და 5 გარემონტდა 4 წლის განმავლობაში. 8 წლის მართლობის განმავლობაში მე მგონი 11 თუ 17 საწარმო ახალი გაიხსნა ნაციონალური მოძრაობის დროს. საწარმოები ეს არის თემა, რომელზეც ხშირად გაკრიტიკებენ და გახსენებენ ხოლმე, სად არის 100 საწარმო თუ რაღაც 200, რაღაც ასეთი ციფრები მახსოვს. მე მახსოვს პირველ წელიწადს, როდესაც მოვედი პოლიტიკაში, პირველ თვეებში მეუბნებოდნენ, სად არის ის 60 საწარმო, 60 მე ახსად გადააქციეს, მე მართლაც თქვი ჩემს საარჩევნო დაპირებაში, რომ თითოეულ რეგიონში ერთი საწარმო მაინც აშენდეს ახალი, საშუალო მცირე და 60 ვამბობდი, მე 60 ასად გარდაქმნეს და პირველი 6 თვე და სანამ ვიყავი პრემიერი, მუდამ მიდავდნენ, სად არის? დღეს რატომ აღარ გითხულობენ ამას? იმიტომ რომ გაცილებით მეტი აშენდა. გაცილებით მეტი საწარმო გაიხსნა ახალი და გარემონტა 1000-მდე ავიდა. ახალი საწარმოც გაცილებით მეტია ვიდრე 100 და 135-ია საერთოდ ახალი, როგორც მე მახსოვს, სხვა ციფრებია და გარემონტებას და აღდგენასთან ერთად 1000 საწარმომდე მოხდა განახლება. ახლა დღეს ამ რაოდენობაზე კითხვებს არავინ აღარ სვავს. ზოგადი კითხვებია, როგორც ესე აჭარა გაჩერდა. აი რა გვაქვს, რა გვაძლევს საფუძველს მშენებლობა აჭარაში. გაცემული მშენებლობის უფლების საფუძველზე, ხო? 70% არის გაზრდილი, ვიდრე თუ შევადარებთ ნაციონალური მოძრაობის მოღვაწეობის დროს. დაგისახელეთ ინვესტიციები, აი სახელმწიფო ორგანიზაციაზე აქციები წამოღებულიც მაქვს. ტურიზმი 80%-ით საშუალოდ გაიზარდა. თუ თქვა სახელმწიფო სამშენებლო კომპანია აჭარაში 2013 წელს 21 მილიონი ინვესტიცია გააკეთა, 2012-16 წლებში 64. ну რავი ციფრები სულ სხვა რამე საუბრობენ. რის საფუძველზე აბსტრაქციაში მიდიან ერთი მიზეზით. კონკრეტული შეკითხვა არ აქვს. გაჩერებას, როდესაც მშენებლობა 70%-ით არის გაზრდილი. როდესაც ინვესტიციები თითქმის 2.5-ჯერ გაზრდილია. და რა აძლევს საფუძველს ამისას გაჩერების? არაფერი, მაგრამ სათქმელი არ აქვს და ესე ანზოგადებენ ყველაფერს. აისახა ეს საზოგადოებაზე, აისახა ეს ხალხზე. ციფრები დადებითზე მეტყველებს ბრძანებთ თქვენ, მაგრამ რეალურად მოსახლეობაზე თუ აისახა ეს ეკონომიკური განცდა არის საზოგადოებაში, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. მასიურად, რა თქმა უნდა, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, თქვათ, მოსახლეობას, ეგ ძალიან რთული სათქმელია. თუმცა რომ შეღავათი ყველა მიიღო, ეს ფაქტია, თუ გინდ ჯანდაცვის პროექტი ნახეთ. ხა იპოთეკარებზე შეგიტყვეთ თუ გეგნებათ წინასწარ გეტყვით რომ გასაგებია ეს პრობლემა დიდი პრობლემაა და მაგაზე ვისაუბრებ თუ შეგიტყვა იქნება მაგრამ იპოთეკარები ძალიან დიდი ნაწილი რომელიც ძალიან ბევრი გაუბედურდა ჩვენს ქვეყანაში დღეს სწორედ რომ საოპერაციოდ ჩადეს სახლი ბანკში და ძალიან ხშირად ტრაგიკულად ტარდებოდა ეს ოპერაციები და უბედურდებოდნენ ოჯახები ხა ეს არ შევხედოთ ჯანდაცვაში რაც მოხდა და ძირითადი თანხები ჩემი პრემიერობის დროს როდესაც მოვედი სხვათა შორის თუ გაინტერესებთ შეგიძლიათ ეხლაც ამოწიოთ პროექტი ბიუჯეტის მათი დატოვებული რომელსაც ისინი 2012 წელს აპირებდნენ 2013 წელს აპირებდნენ რომ ყოფილიყო და ნახეთ როგორ შევცვალეთ და როგორი სოციალური გავხადეთ და ძირითადი თანხები თითქმის ის რაც საკუთარ ფუფუნებაზე ვერტფრენებზე აგარაკების შენებლობასა და სხვა დანარჩენ ფუფუნებაზე ჰქონდათ მიმართული სწორედ აქეთ მიმართეთ და ყველაზე დიდი თანხები მიმართეთ ჯანდაცვაზე და ყველაზე დიდი პრობლემაც ეს გახლდათ გარდატეხა მოხდა პრინციპული ჯანდაცვაში ჩემი აზრით მოხდა. საკმარისია, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. დღევანდელი ჩვენი ჯანდაცვა ვერ არის ევროპულისგან, ძალიან განსხვავდება და კიდევ უფრო განსხვავდება ამერიკულისგან. ესე რომ საკრიტიკო თუ ვიტყვით რომ ჯანდაცვაში შეგვიძლია, რომელშიც ყველაზე მეტი
თქვათ ინვესტიციები ყველაზე მეტი ენერგია და თანხები ჩადო ახალმა ხელისუფლებამ. აქაც შეგვიძლია რამდენის გნებად ვაკრიტიკოთ. იქ უამრავ პრობლემას ნახავთ. დღეს ჯანდაცვაში და თუ ვინმე სურვილი გაუჩნდება რომ აბა ნახეთ ახლა შემთხვევებს გაიხსენებენ. აბა ნახეთ იქ ბავშვი დაიღუპა. იქ უპატრონობით ეს ვერ გააკეთეს. იქ ოპერაცია სწორედ არ გააკეთეს. რა თქმა უნდა, თუ გვინდა რომ ეს არ დავინახოთ, ამის საპირისპიროდ აბსტრაქტულ ციფრებს ყოველთვის მოვიყვანთ. აჭარა გაჩერდა, რის საფუძველზე ამბობენ? კარგია რომ ოპონენტი იყოს. ბატონო? აჭარაში ზოგადად ზოგადად ოდესღაც მე ვთქვი რომ საშუალოდ 95 ადამიანი იქნება დეპუტატი იქნება პარლამენტში. წევრისგან არის დაკომპლექტებული უმაღლესი საბჭო. რა თქმა უნდა, პრობლემა არ იგვექნება რომ 13-14 წევრი ყავდეს და 15 ყავდეს. ძალიან ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ჩამოვიდა აჭარაში სწორედ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში ჩასართველად. საშუალო 15-ს გეტყვით მე. თუ გნებავთ აჭარაში, რაც იქნება საშუალო ქართული ოცნების დეპუტატების რაოდენობა. საშუალო იქნება 15. პლუს მინუს 10-12% დავამატოთ. და თუ ოდესღაც საქართველოს მასშტაბით მე ვთქვი 95 ქართულ ოცნებაზე დღეს დავუმატებდი და ვიტყოდი რომ 100 კაცი იქნება საშუალოდ. ვერ წარმომიდგენია 90-ზე ნაკლები მივიდეს პარლამენტში, შევიდეს პარლამენტში ქართული ოცნებიდან, უფრო ნაკლებად წარმომიდგენია 90 ვიდრე 115. აი ესე გეტყოდი და საშუალოდ 100 დეპუტატი ეყოლება ქართულ ოცნებას პარლამენტში. ამე თუ საზოგადოება ჩვენი არის ძალიან გაცნობიერებული, ძალიან აზრიანი და ამის საფუძველი არსებობს და რატომ არსებობს საფუძველი? ალბათ თვითონ დაველოდები მე და მომიწევს ალბათ ამის გაანალიზებაც. რა გაცლებთ ამ პროგნოზის თქმის თუ გაკეთების საშუალებას, როდესაც საუბრობთ ამ საკმაოდ სოლიდურ რიცხვზე, იმიტომ რომ 100 დეპუტატი პარლამენტში არ არის. კი ბატონო. ისევ მაგალითად საფუძველს მაძლევს იმისას, რომ მიუხედავად ჩვენი გამოუცდელობისა და პრაქტიკა არ აქვს სახელმწიფოს მართვის. მე მაქვს ბოლო 200-300 წელიწადი მედოლობაში. ეს ბოლო წლები 25 და 30 წელიწადი ძალიან ცოტაა იმისათვის რომ სახელმწიფოს მართვა ისწავლო და თანაც შეფასებაც კარგად იცოდე ჩვენს მოსახლეობას აქვს პრობლემები შეფასებაში და ჩემი სურვილის და აზრის დღევანდელი გამოსვლის და მომავალი რომ მათი შეხვედრა მინდა ყველა რეგიონში ჩავიდე სწორედ ეს გახლავთ რომ ვინცაც ჩემი ჯერა და დასაწყისში ვთქვი რატომ უნდა დაიჯეროს ჩემი რომ დავეხმარო ანალიზში გამოიკვეთება რატომ უნდა შევიდეს ერთადერთი პარტია თავში ვიტყვი და თუ ჩამეკითხებით რა თქმა უნდა გავშლი ერთადერთი პარტია ვისაც შეუძლია სახელმწიფოებრივად აზროვნება და ერთადერთი კაცი გიორგი კვირიკაშვილია ლიდერი რომელსაც ხელი ეწიფება სახელმწიფო დონეზე აზროვნება და ცალკეულ პარტიებზე როდესაც გადავალ დახასიათებაზე გეტყვით რა მაქვს ხედველობაში რომ ქართულ მოოცნებამ დაამტკიცა 4 წლის განმავლობაში უამრავი გარდაქმნები მოხდა საქართველოში გაიხსენეთ სად ვიყავით ჩვენ თლიანად მონოპოლიზირებული მედია ერთის კაცისგან მართული ფსევდო ოპოზიციური იყო დატოვებული უცხოელებისთვის საჩვენებლად თლიანად მართული ბიზნესი $5,000 გადარიცხვაც კი კონტროლდებოდა ადეიშვილის თავარი პროკურორის მიერ და მთელი ბიზნესი იყო პრაქტიკულად მიმართული ერთი კაცისკენ ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის იყო წაშლილი ნაციონალური მოძრაობა და სახელმწიფო ეს ერთი და იგივე იყო პოლიცია და მთელი სახელმწიფო სტრუქტურები ხოლოდ ერთ პარტიის სამსახურში იყო ჩამდგარი და ეს ერთი პარტია კიდე ერთ კაცზე იყო მორგებული და პატარა გუნდზე წამებები, ლელობები, რამდენიც გნებავთ, ძარცვა მთელი საქართველოს ციხედ იყო გადაქცეული, გაიხსენეთ კარგად 300,000-მდე პროპორციონალები ყავდა საქართველოში გაიხსენეთ ეს კარგად და ნახეთ როგორი ხელწერით, როგორი კულტურული ხელწერით ყოველგვარი ძალადობის გარეშე რაზეც ფოთაშორის შეიძლება მოსახლეობის დიდ ნაწილს უკმაყოფილების განცდა დარჩა ძალიან ბევრს არ მოეწონა რომ ესე კულტურულად ისე უხეშად არ დავსაჯეთ შეიძლება როგორც ამაზე აუცილებლად დავსვამ კითხვას გადაცემის შემდეგ დაწელს როგორი გარდაქმნები მოხდა და როგორ დავიჭირეთ სტანდარტები მართვის და ამაზე ნუ არ ვიცი ახლა ამ კითხვას გავყვე თუ აუცილებლად დავსვამ მოკლედ პასუხო რომ აჭარა ადგილობიდან ბოლომდე ჩემს პასუხებში დიახ მოგესალმებით გაზეთი აჭარა მანან ატაკიძე წინა არჩევნების დროს ბატონო ბიძინა თქვენ დარწმუნებულიყავით ქართული ოცნების გამარჯვებაში და ამ გამარჯვების მთავარ დაბრკოლებად ნაციონალური მოძრაობა მიგაჩნდათ. რა არის ახლა თქვენ როგორ მიგაჩნიათ შანსები როგორი არის ამ არჩევნებზე, როგორ მიგაჩნიათ რა იქნება მთავარი დაბრკოლება და მთავარი დატვირთვა ამ გამარჯვების და კიდევ ერთხელ
აჭარაში დავით ბერძენიშვილი თავალ პოლიტიკურ ძალად მიიჩნევს თავს. ახლახანს დაბრუნდა რეგიონის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე, რომელიც თulis რომ არა მარტო არჩევნებს მოიგებს, არამედ დაიბრუნებს ძველ თანამდებობასაც. თქვენ პირადად ვინ მიგაჩნიათ თავარ კონკურენტად ქართული ოცნების აჭარაში და როგორი იქნება სხვა პარტიების შანსი? კი ბატონო, ძალიან მოგეთ რომ უპასუხოთ მესმის რომ ბევრი თემა დაისვა უბრალოდ რეკლამის დრო ახლავდება და კი ბატონო, მოკლედ პასუხი გახლავთ ის რომ ქართულ ოცნებას სერიოზული კონკურენტი არ ყავს. გასაოცრად ჩემდა ძირთად კონკურენტად მაინც იკვეთება ნაციონალური მოძრაობის ორი ფრთა, ესე ვთქვათ, ეს ახალი რაც შექმნეს, ახალგაზრდული, სადაც არის ვაშაძე, კუბლაშვილი და ესე შემდგომ და იქვე შევიდა ბურჯულაძე და მეორე თქვაც რასაც ნაციონალური მოძრაობა ქვია. აი ეს ორი გუნდი ფრთად განიხილავთ ამ გუნდს. საბედნიეროდ, ბატონო? ნაციონალური მოძრაობის ფრთად განიხილავთ ამ გუნდს. მე ვფიქრობ რომ თავარი ნაციონალური მოძრაობა სწორედ ეს გახლავთ. სადაც ძირითადი ძალები, ნაღები ძალები სააკაშვილმა გაერთიანა, მისი ფავორიტი ვაშაძე, ძალიან კარგად ვიცით ბოლო წლებში, იმ ახალგაზრდებზე რასაც აქცენტს აკეთებდა, ბურჯულაძეს და მისი განცხადებებიც გაიხსენეთ თავში, მთლიანად ემთხვეოდა ნაციონალური მოძრაობის, ის მიშა მაჯავარიანი და მისი ძმა ალაგებდნენ მას და ულაგებდნენ მთელს სტრუქტურას. ჩემო ბატონო და დღესაც ნახეთ გაერთიანება როგორი მოხდა. მე როდესაც მეკითხებოდნენ ბურჯულაძეზე მოდამ ვახსენებდი რომ არ იცროს და როგორც იქნა გაიგოთ. თუ შეიგნო და მივიდა იქ საიდანაც წამოვიდა და რისთვისაც წამოვიდა. ანუ დღეს ცრუობს ბურჯულაძე ამის დღეს მე მგონი ამ ხრივ აღარ ცრუობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას განიყო მართული, ისინი ულაგებდნენ, მათგან მოვიდა და იქაც მივიდა პრინციპში ამ ხრივ მე მგონი კითხვა აღარ არსებობს. მაჩქარებ თქვენ რომ რეკლამის დრო გაქვთ, თუ შეიძლება დავამატო კიდევ კითხვას რატომ აქვს და ვაშალომიძეზე მკითხეთ და მკითხეთ კიდევ დავით ბერძენიშვილზე ჩავეტიოთ, დიახ. ბატონო? დავით თარხან მოურავიც აპირებს ჩამოსვლას. მე მგონი რომ ეს ყველა ერთი დონეა, სამივე ვინც დაასახელეთ თქვენ დაახლოებით. დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს რომ თავარი პოლიტიკური ძალა იქნება რეგიონში ამ არჩევნებზე და ლევან ვარშალომიძე რო დაბრუნდა ფიქრობს რომ არა მარტო არჩევნებს მოიგებს, თანამდებობასაც დაიბრუნებს. და ამბობენ კიდეც ერთმანეთს ძალიან ამაგრებენ. მიიჩნევთ აჭარაში თავარ კონკურენტად ქართული ოცნება. ანუ რესპუბლიკელები, ნაციონალური მოძრაობა, პატრიოტთა ალიანსი დაახლოებით ეს სამეული გამოიკვეთა ჩვენი კოლეგებისგან, აი მე დაახლოებით პრინციპში ვერ გამოვხდი ლიდერს მათ შორის. ვაშალომიძე ტელევიზიებში არ ჩნდება და რა უნდა ერთი თქვას. ძალიან ცოტას გამოდის და მოძრაობს, ამბობს ერთ იგივეს, რაც დამისვით თქვენ კითხო, რომ გაჩერებული აჭარა, მას შეეპასუხებიან. მის დროს რა გაკეთდა და კონკრეტულად დაუდებენ და რა გაკეთდა დღეს და ამას ერიდება მე როგორც უყურებ. ნუ ახლა საერთოდ პოლიტიკოსები ვთქვათ ბოლო ადგილზე განაღდებული რომ აქვს ისიც გამოდის და იძახს რომ მე გავიმარჯვებ. ამორჩეველს მხოლოდ ამით აკეზებენ, ამ ხრივ ვთქვათ რიტორიკას ვერ დაუწუნებთ. ყველა ამას აცხადებს, თუმცა შეგნით ჩვენი ვრად იციან. პრინციპში ვინც გაიმარჯვებს და როგორც გაიმარჯვებს და შედეგებსაც ვნახავთ. კი ბატონო, რეკლამის დროა ჩვენს ეთერში, მაგრამ ვიდრე რეკლამაზე გავალთ, მე მინდა დაუბრუნდე საკითხს, რითაც დავიწყეთ და ჩაგეკითხეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც საუბრობდით თქვენს მიზნებზე და თქვენს რეალურ სურვილზე თუ რა ფორმით ერთვებით წინა საარჩევნო კამპანიაში, თქვენი ოპონენტები ძალიან ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ რეალურად დღესაც თქვენ ხართ ქართული ოცნების ლიდერი, რომელიც ჩართულია რეალურად პროცესებში, გნებავთ საკადრო ცვლილებებში და ასე შემდეგ. მოდით ამ შეკითხვას უპასუხოთ რეკლამის შემდეგ, რამდენიმე წუთში დავუბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, თქვენ უყურებთ GDS-ის წინასაარჩევნო პროექტ შეხვედრები რეგიონულ მედიასთან. ჩვენ შეკითხვებს ბიძინა ივანიშვილი პასუხობს, ვიდრე ჩემს კოლეგებს მივცემდეთ საშუალებას, რომ დასვან შეკითხვები კიდევ და განვაგრძოთ გადაცემა. მანამდე გავიმეორებ რეკლამამდე დასმულ შეკითხვას. მთავარი კითხვა, მთავარი შეიძლება ბრალდებაც დავარქვათ, პრეტენზიაც თქვენი მისამართით, რომ თქვენ კვლავ ჩართული ხართ პოლიტიკურ პროცესებში, თქვენ მართავთ პარტია. კი ბატონო, არაფორმალური მმართველობა. მთავარი შეკითხვა თქვენ მისამართით. ხომ არ ასე ვთქვათ, ეს ჩართულობაც წინა საარჩევნო კამპანიაში თქვენს ოპონენტებს ხომ არ მისცემს კიდევ სალაპარაკოს, რომ ისაუბრონ. ოპონენტი მაგისაა, რომ არ იცროს ოღონდაც, უნდა გაკრიტიკოს და ცუდი ამაში არაფერი არა. მე შევეცდები ცოტა ახლებურად განმარტო ამაზე. მრავალჯერადი და მრავალნაირი განმარტება მაქვს გაკეთებული, რომ ეს არ არის მმართველობა და ამას არ ქვია მმართველობა, რასაც მე ვაკეთებ და პოზიცია რაც მე მაქვს. შევეცდები ახლებურად ახლა ვფიქრობდი რეკლამის დროს, რომ იქნება მმართველობას ეძახიან იმ სტანდარტებს, რომელიც მე დავტოვე და რომლითაც გუნდი სარგებლობს დღეს ქართული ოცნება ქართულ პოლიტიკაში. აი სტანდარტები, რომელიც დაფუძნდა, რომ
კანონის უზენაესობა და პირველ რიგში მთავრობას და მთავრობის მეთაურს უნდა მოეთხოვოს ეს, ვინც მთავრობაშია და იდეალური პიროვნება ხავს ამ ხრივ გიორგი კვირიკაშვილი. და მთელი გუნდი ქართული ოცნების 4 წლის განმავლობაში მათ დაამტკიცეს, რომ არიან დაქირავებული საზოგადოებისგან. გარდა იმ თქვათ ძალიან დიდი ნაწილი სრულ აჟიოტაჟისა, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში ახერხებდა ნაციონალურ მოძრაობა აეწია თემა, რომ პრემიები, გამოწერილი პრემიები იყო ყველაზე დიდი დანაშაული ქართული ოცნების და მთავრობის. როგორ წარმოგიდგენიათ ნებისმიერი სახელმწიფო იოცნებდა და ამაზე, რომ მხოლოდ ამ ნიშნით აკრიტიკონ. მაგრამ როდესაც სოციალურ პრობლემებზე ვსაუბრობდით, გადაცემის პირველ ნაწილში რამდენად ესეთი არგუმენტია ეს, რომ როდესაც ხალხს უჭირს სტანდარტები პირველ რიგში, რაც დარჩა ჩემ გუნდთან ერთად მე ლიდერი ვიყავი და წავედი და გუნდის დიდი ნაწილი დღეს მოქმედებს, ყავს ძალიან მაგარი ლიდერი კვირიკაშვილის მეთაურობით, რომ სამართლიანობა პირველ რიგში გუნდს და მის წევრებს მოეთხოვება. აი სტანდარტები დარჩა, რომ სამართლიანობის აღდგენაზე ძალიან ბევრი გაკეთდა საქართველოში და ძალიან დიდი მოთხოვნა და დიდი ყურადღება მთავრობის ყველა წევრზე, ჩემი მხრიდანაც და საზოგადოებაც ამას უყურებს, რომ პირველ რიგში მათ დაიცვან კანონები. არც ერთ შემთხვევაში არ გაბედონ საკუთარი თანამდებობა გამოიყენონ სათავისოდ. არც ერთ შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურები არ გაბედონ და გადაიქცეს სამსახურში გადავიდეს ქართული ოცნების და პარტიული გუნდის. აი ეს სტანდარტები და ის რომ ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ვეღარ აღწევს სასამართლო ჯიბეში ჩაიდოს, მოგეხსენებათ, რომ აი ივანიშვილის პატიმრები, ივანიშვილის ტყვეები 1000 ტერმინი შემოიღეს, 1000-ნაირი. ამ დროს მე თუ მკითხავთ, კანონთან მაიგიებენ. კანონმა დაიწყო ქმედება. კანონს ძალა მიეცა, აი ეს მოიტანა ამ გუნდმა და აი ეს მიაჩნიათ ისე რომ მე მართავ და ჩემ მართლობად მიაჩნიათ. არა, მე არ მართავ, კვირიკაშვილი მართავს და ძალიან წარმატებულად მართავს. მაგრამ იგივე სტანდარტებით და იგივე მეთოდებით. აი ამით არის, ეს არის ყველაზე დიდი უპირატესობა მხოლოდ ქართული ოცნების, რომ თვითონ იცავენ იმ სტანდარტებს, რაც მოვიდით ჩვენ და დავაფუძნეთ იმის საპირისპიროდ, რაც იყო ქვეყანაში. კანონი არ უქმედებდა ამ გუნდზე. დანარჩენ მოსახლეობაზე კუბში აყვანილი და დარღვევით 10-ჯერ და 100-ჯერ მეტად იყენებდნენ კანონის სიმკაცრეს, რა თქმა უნდა, იქაც არღვევდნენ და პასუხს აი რო იტყვიან ცხვირპირს უმტვრევდნენ და ისე ექცეოდნენ საკუთარ მოსახლეობას, მაგრამ ესენი იყვნენ განსხვავებულები. თქვენ დღეს ხართ კონტროლი ამ ხელისუფლების, შეიძლება მე ვარ როგორც მოქალაქე ერთ-ერთი კონტროლი და ძალიან მკაცრი კონტროლი. ყველაზე მკაცრი კონტროლი. მახსოვს, როდესაც თქვენ ერთ-ერთი განცხადება გააკეთეთ, რომ თქვენ წახვიდოდით ხელისუფლებიდან და იქნებოდით შეიძლება ითქვას ნომერ პირველი კრიტიკოსი ამ ხელისუფლების. როგორც მოქალაქე და არამეტი, მე იმასაც შეგახსენებ და შევახსენებ ტელემაყურებელს, რომ რჩევებს უფრო მეტ სააკაშვილს ვაძლევდი, მე ვიდრე დღეს კვირიკაშვილი ამას საჭიროებს. და სააკაშვილისთვის ნათქვამი მაქვს და არ მithქოს საჯარო თუ გინდა ამასაც გავიმეორებ ახლა კვირიკაშვილი ამას აბსოლუტურად არ იმსახურებს კაცის ზეობით ცხოვრობს არათუ კანონებს უსმენს მაგრამ ქართული ოცნება არ არის ჩემთვის დოგმა და რაღაც პარტია რომელზეც მე ვოცნებობ და მხოლოდ მას უყურებ მუხლებში ის არის დღეს საუბედუროთ ერთადერთი ვისაც შეუძლია ქვეყნის იმ სტანდარტებით მართვა და ამიტომაც უჭერ მხარს თუ ქართული ოცნება ისე როგორც სააკაშვილი თავიდორზე ბევრ რაღაცებში მადლობას მიხდიდა და ვეუბნებოდი მადლობას ნუ მიხდი მე საშინოდ ამას არ ვაკეთებ სანამ შენ ჩემი ქვეყნისთვის სასარგებლოდ იქცევი სანამ პოზიტიურად მიხავს ქვეყანა მე შემხარს შეგიდგავ და დაგიდგებით თუ და თუ არა პირველი მე დაგიდგები წინ და მოხდა საუბედუროთ კიდევ ესე ქართული ოცნება და კვირიკაშვილი დღეს ამას არანაირად არ იმსახურებს მაგრამ ზოგადად შემიძლია ვთქვა თუ ეს სტანდარტები დაირღვევა მე ძალიან ვამაყობ რომ კარგი ანალიზი შემიძლია და შემიძლია კრიტიკულად შევაფასო სიტუაცია და სხვაზე ადრე დავინახავ ან სხვასთან ერთად პირველ რიგში დავინახავ არ არსებობს რომ ვინმე დავზოგო და არ გამოვიდე და არ ვთქვა როგორც მოქალაქე მე არ ამყავს ჩემი ჯარი როგორც ამბობენ რომ მართავს არ ამყავს ჩემი პოლიცია არავითარი ბერგეტი არ ამაქვს გარდა საუბრისა მე შემიძლია ტელევიზიამდე მივიდე საბედნიერო დღეს მედია აბსოლუტურად გახსნილია და დავიწყო კრიტიკა და არ იფიქროს არავინ საზოგადოებიდან და ქართულ ოცნებაში ეს ეჭვიც არ აქვს რომ თუ ამ სტანდარტებს არ დაიცავენ რა თქმა უნდა პირველი მტერი და პირველ რიგში მე გადავხდები წინ და მე ვიტყვი ამას. კი ბატონო. მოდით მივცეთ საშუალება ჩვენს ტელეკომპანია იმედი ვითხოვს კითხვის დასმას თუ შეიძლება დაძგისმენთ. მოგესალმებით ბატონო ბიძინა, ბოლო რამდენიმე თვეა ერთ-ერთი აქტუალური თემა ის არის საკონსტიტუციო სასამართლო დღეს ორ გახმაურებულ სარჩოზე არის ხდომა ჩანიშნული ეს არის გიგი უგულავასა და ეგრეთ წოდებული კაბელების გაერთიანებული სარჩელი. პარალელურად ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ნაწილ შორის არის დაპირისპირება გიორგი პაპუაშვილი მოსამართლეების ნაწილთან ერთად ხელისუფლებას ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს და მიზეზად სწორედ გახმაურებული საქმეები მოყავს ხელისუფლება კი მათ ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს თქვენ რა შეაფასოთ რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში და რამდენად სახიფათოდ მიგაჩნია მსგავსი სახის დაპირისპირება
მე ისე ბოლოდან დავიწყებ, რა თქმა უნდა ძალიან ცუდია ესეთ სახის დაპირისპირება, ძალიან ცუდია რომ მოსამართლეები საჯარო სივრცეში ახერხებენ ერთმანეთს უპასუხონ, ძალიან ცუდია. ამავდროულად თუ ანალიზის უნარი ვინმე აქვს და უყურებს ამას, იქ ძალიან კარგად შეიძლება გაიგო, რა ხდება რეალურად. თუმცა მე თავში ვიგავები ანალიზისგან, რამე თუ სასამართლოა და მე ყველაზე დიდ სირთულეთ და ყველაზე დიდ მონაპოვრათაც რაც მოვედით რომ სასამართლოს ძალა მიეცა საერთო სასამართლო მართლობაში და ნახეთ იქაც როგორ იქცევიან იმ სასამართლოს მხოლოდ ერთი მიზეზით რომ ვეღარ იყენებენ ისე როგორც იყენებდნენ რომ პროკურატურა რასაც ეთყოდა იმას აკეთებდა სასამართლო. თუმცა ანალიზის უნარი აქვს დღეს მაინც საუბრობენ სასამართლოს კონტროლზე რომ ხელისუფლება აკონტროლებს სასამართლოს სისტემას. ისმის ხოლმე მაშინ მაგ კარგი კითხვა მაქვს და აი დამეხმარეთ ყველა ჟურნალისტი რომ ემაბრალებენ ხო მაგას როგორც ეს ივანიშვილია ყველაფერს ფერი და დამაქცევარი ნაციონალური მოძრაობა. რის საფუძველზე და რისთვის ვაკონტროლებთ მოსამართლეს და რა მაქვს პირადი და რაში გამოვიყენე სასამართლო. აი რატომ მჭირდება მე სასამართლოს კონტროლი. საიდან აიღეს? როდესაც მე დასაწყისშივე მოგახსენეთ რომ არავითარი პირადული ინტერესი არ მაქვს, გარდა ზოგადისა, რომ ჩვენი ქვეყანა დაემსგავსოს ევროპულს. ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ავაშენო და აქ სასამართლოს აქვს ლომის წვლილი. თუ საზოგადოებამ სამართლიანობა ვერ იგრძნო და სასამართლოს დამოუკიდებლობას ვერ მივახციეთ, ყუილია, ყველაფერი წყალში ჩაიხრება. ხო, იდეალურია სასამართლო დროს ვერ იქნება იდეალური. პრობლემები, მაგრამ ნახეთ სასამართლოს ხრივ შედარება ისე საერთაშორისო ორგანიზაციების. რა იყო და რა არის დღეს? რა თქმა უნდა, ამას ჭირდება შემდგომი განვითარება. ივანიშვილის კონტროლს იცით რატომ ამბობენ? თვითონ ვერ აკონტროლებენ. მე რაში მჭირდება სასამართლოს კონტროლი? ან პირად პატიმრებად რომ მომაწერენ, თუ კი ვინმე კანონმა დასაჯა, იმ წუთში ივანიშვილის დაჟილია, ივანიშვილის პატიმარია. ერთადერთი ამ შემთხვევაში შეიძლება ჩემზე მართლაც გაკეთდეს აქცენტი რომ სტანდარტები რომელიც დავტოვე გუნდში რომელთაც გუნდი სარგებლობს მოსამართლეებმაც დაინახეს ნახეს რომ თავისუფლები არიან და ვარწმუნებთ ერთ საზოგადოებას დღეს არც ერთ შემთხვევაში მთავრობა არ აკონტროლებს სასამართლოს და მცდელობაც არ აქვს კვირიკაშვილს რომ სასამართლოში ჩაერიოს აი ეს მოხდა რომ თვითონ ვერ აკონტროლებენ თვითონ ვერ აღარ კონტროლს და ამაზე არიან აღშფოთებულნი და მომაწერენ მე და ამ შემთხვევაში ჩემი როლი შეიძლება იყოს ისევ ის რაც ახალი ტიპის განმარტება გავაკეთე რომ მართლობას როდესაც მაბრალებენ იქნებ ესაა ჩემი ბრალეულობა რომ სტანდარტები რომელიც დარჩა გუნდში როდესაც ლიდერი მე ვიყავი და მოიყვანა და ძალიან დიდი ნაწილი ამ გუნდის დღესაც აგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას ამ სტანდარტებს იცავენ კანონს იცავენ პირველ რიგში თვითონ მთავრობის წევრები და მისი მეთაური და არ ერევიან სასამართლო სისტემაში. ივანიშვილის პატიმრები ახსენეთ ეს ფრაზა ბატონობიძინა და ერთ-ერთი არ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრები, არამედ თავისუფალი დემოკრატების წევრებიც აკეთებენ ამ განცხადებას იგივე ახსენეთ ჩვენმა კოლეგამ კაბელების საქმე რომელიც თავისი ანალიზი ექნება რატომ აქვს. მოდით ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ ამის შესახებ, არ მინდა რომ დაგვეჩაგროთ კოლეგები. მაგრამ მაინც მინდა რომ დავაბოლო რომ თუ ვინმე კარგად აანალიზებს სიტუაციას და უყურებს მოვლენებს, მე მოკლედ შევაფასებდი. ძალიან კარგად ჩანს რომ საერთო სასამართლო და მგონი საბედნიეროდ საკონსტიტუციო სასამართლოს თავს აღწევს ნაციონალური მოძრაობის უხეშმართველობას და ნაციონალური მოძრაობის ჩარევას. აი ზოგადად ესე შევაფასებდი მე ზოგად მოვლენებს უფრო ღრმად არ ვისურვებდი ბადის სამოწურვას გულისხმობთ გიორგი პაპუაშვილის გაზეთის ვადა 21 სექტემბერს ამას გულისხმობთ გიორგი პაპუაშვილის გაზეთის ვადა თავმჯდომარეობის 21 სექტემბერს ნაციონალური მოძრაობა კარგავს ძალაუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოზე ამას ის რაც ხდება დღეს პროცესში ესა საინტერესო რომ პაპუაშვილის წასვლამდე მე მგონი მოსამართლეებმა იგრძნეს თავისუფლება ნაწილმა მოსამართლეების ნაწილმა იგრძნო თავისუფლება მე არ მაქვს სურვილი რომ ჩავიდე დაწოლები და გავანალიზო თუმცა ხედავ და პრიორიტეტი მივაჩნიოთ რეგიონულ მედიას ტელეკომპანია ობიექტივი დაგიშამთ შემდეგ კითხვას მოგესალმებით ბატონ ბიძინა მოგეხსენებათ რომ გონიოს მოსახლეობას კუთვნილი მიწები ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ჩამოერთვა მიუხედავად უამრავი დაპირებისა წლების განმავლობაში ეს ადამიანები ვერ ახერხებენ კუთვნილი ქონების დარეგისტრირებას. ვერც მათ შორის ვერ მოახერხეს თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ვერც შემდგომ. თუ გავითვალისწინებთ თქვენს ავტორიტეტს ხელისუფლების წინაშე, რას ურჩევდით და რა რეკომენდაციას მიცემდით აჭარის მთავრობას, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოხდეს ამ პრობლემის გადაჭრა და ამ ხალხს მიეცეს რეალურად კუთვნილი ქონების დარეგისტრირება. აქვე დავამატებ მოსახლეობას აქვს ეჭვი და რამდენად გაქვთ ინფორმაცია თქვენ ამის შესახებ ვერ ხდება რეგისტრაცია გამომდინარე იქედან რომ თითქოს ხდება დიახ თითქოს იგეგმება უცხოელ ინვესტორებზე გასხვისება ტერიტორიის თქვენ რას გვეტყოდით ამ შესახებ აი ეს მაგალითი ეს ამ კითხვის პასუხშიც ძალიან კარგად გაჩვენებთ ხელწერას ნაციონალური მოძრაობის და ახალი ხელისუფლების თუ გნებავთ და ნაწილობრივ მესაც გავცემ პასუხს რომ მოსახლეობის
გარკვეული ნაწილი უკმაყოფილოა ახალი ხელისუფლებით, რომ ისე სწრაფად ვერ ქმედებს და ისე სწრაფად ვერ ახორციელებს, როგორც ხდებოდა წინა ხელისუფლებაში. და აქაც ჩემი აზრით არის გადაჭარბებული მოლოდინი მოსახლეობის მხრიდან და არ არის გადაცდომა ქართული ოცნების მმართველობაში. აბა ნახეთ, იცით ეს ისტორია, რაღაც გონიოს მიწები ახსენეთ, როგორ ერთი ხელის დაკვირით ჯერ აჩუქა ამ კაცმა, ერთმა კაცმა, ვითომც მისი საკუთრება იყო ბაბუამისმა დაუტოვა, და მე ერთი ხელის დაკვირით ყოველგვარი კანონის დარღვევით წართვა. აი ეს იყო მმართველობის კარგი მაგალითი და დღეს რაც ხდება ქართული ოცნების მოსვლის შემდგომ თუ კარგად გაანალიზებთ ამ პროცესს თავის დროზე მე მას ყურადღებას ვაქცევდი დღესაც მაქვს ინფორმაცია ძალიან ბევრი გააკეთა ხაბაძემ ძალიან ბევრი გააკეთა აჭარისთავრობამ იქ არის წინსვლა მოსახლეობის ეს არის კლასიკური ვარიანტი არ შეიძლება რომ არ შეეძლო ქართულ ოცნებას ისეთივე მეთოდით სააკაშვილმა ჯერ მისა აჩუქა მერე წაართვა ეხლა მოსულიყო ქართულ ოცნება და ხაბაძეს ადგარიყო და გადაეწერა ახლა მიეც ეჩუქნია ისევ ესე არ არის სასამართლო სისტემა რთულია პროკურატურა რთული სისტემაა ეს ყველაფერი მაგრამ წინსვლა იმ დაპირებებში რაც მოსახლეობას დააპირდით და ძალიან დრო გაიწელა მაგრამ იქ გარკვეული ნაბიჯები არის გადადგმული უკეთესობისკენ და სასამართლოს დონეზეა მიყვანილი მე დიდი იმედს ვიტოვებ რომ სასამართლო ახლოს მომენტში ამ უსამართლობას აღადგენს და დაუბრუნდებათ მესაკუთრეებს ეს მიწები. იმედს ვიტოვებ ამისას. ონლაინ ტელევიზია მაგრამ ახაც ხელწერა კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი. მათი მმართველობის ხელწერა და მმართველობის ხელწერა ქართული ოცნების. არ შეეძლო ხაბაძეს ისე ქონდათ იურიდიულად დალაგებული და გაფორმებული რომ ადგილ ერთი ხელის მოწერით დაებრუნებინა ის მიწები. დაიცვა კანონმდებლობა, ცდილობდა ძალიან ბევრი დრო დახარჯა აჭარისთავრობამ, ახალი მეთაურიც მე ვიცი რომ ჩართული ამ პროცესში და მიყვანილია სასამართლომდე და იქ სასამართლოს გადასაწყვეტია, იმედს დავიტოვებთ რომ ეს გადაწყვეტილება დადებით. აჭარის რადიო ითხოვს რეპლიკას, მე მგონი თქვენ? კი ბატონო, თამას ქოგულაძე, ტელეკომპანია TV12. მოგესალმებით. ბატონო ბიძინა, როგორ შეაფასებდით 4 წლის განმავლობაში აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გაწეულ საქმიანობას, რომელიც ფაქტობრივად რინგს დაემსგავსა? კოალიცია, ანუ დეპუტატებმა დატოვეს ქართული ოცნება, რატო? მოგეხსენებათ კოალიციას დაშლა, მისი მიზეზები, კოალიციიდან როგორ გავიდნენ თავისუფალი დემოკრატები, იმის შემდგომ კოალიციის შიგნით მანამდე ისაც ხდებოდა კოალიციის წევრების პრინციპში ზედმეტი თამაში, ესე შეიძლება დავარქვათ. საბოლოო ჯამში მოხდა ესე, მოგეხსენებათ დუმბაძის პოზიცია, იქ ალბათონი მედიკო როგორ მოიქცა და ესე შემდგომ, ეს ხდება პოლიტიკაში. ეს საზოგადოებამ სწორედ უნდა შეაფასოს. კომიკურად მოიქცნენ ზოგიერთი დეპუტატები, ზოგიერთი პოლიტიკოსი მოიქცა კომიკურად და ისინი ჩემი აზრით პასუხს მიიღებენ და უნდა მიიღონ მხოლოდ საზოგადოებიდან. პოლიტიკურად ეს პროცესები რა თქმა უნდა და გეთანხმებით რომ ძალიან ხშირად კომიკური იყო და არასასურველი მოხდა და მომავალში შეიძლება გქონდეს მსგავსი, მაგრამ უფრო დახვეწილი და უფრო კულტურული. აი როგორ შეაფასებდით საქმიანობას აჭარის უმაღლესი საბჭოს? ცალკე საქმიანობის შეფასება მე გამიჭირდებოდა და ზოგადად აჭარის თავრობას, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან ერთად მე შევაფასებდი დადებითად. ძალიან ბევრი პოზიტივი გაკეთდა და თუ გვინდა რომ კარგად დავინახოთ, ერთადერთი შედარებაა ის, რა გაკეთდა რაციონალური მოძრაობის 8 წლის მმართველობის პერიოდში და რა გაკეთა 4 წელიწადში მე ზოგიერთი ციფრი დავასახელე, ამაში უმაღლეს საბჭოსაც აქვს თავისი წვლილი და მის ხელმძღვანელს. კითხვებიც რაც იყო, მე ვიზიარებდი ძალიან ბევრს და ეხლაც ვიზიარებ, შეცდომები და გადაცემებიც რაც იყო ვიზიარებ. ჩვენ ვსწავლობთ დემოკრატიულ მმართველობას. და ძალიან ხშირად ბევრი რამე არ მოგწონს, მაგრამ ნახეთ, როგორი რეაქციები იყო, რაც არ მოგვეწონდა, რაც არ მოგწონდა. როგორ ქონდა საზოგადოებას საშუალება ამის, რომ კრიტიკულად მოქცეულიყო და როგორ ცდილობდნენ გაესწორებინათ. ვინც ვერ ცდილობს და ვერ მოახერხა, ის შესაძლოა პასუხს მიიღებს ამაში. მოდი საზოგადოებრივ მაუწყებელს მივცეთ საშუალება რომ დასას შეკითხვა მე რა გისმენთ. მოგესალმებით, მე რამ წულკიძე, საზოგადოებრივ მაუწყებელი. ბატონო ბიძინა, ჩემი შეკითხვა უკავშირდება ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს. ბოლო პერიოდში ოპოზიციის მხრიდან ხშირად ისმის განცხადებები, რომ აჭარას რეალური ავტონომია ამ დროისთვის არ აქვს, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება ვერ იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ადგილზე, მათ შორის განსაკუთრებით საკადრო სფეროს ეხება ეს და ყველაფერი წდება თბილისთან შეთანხმებით. ასევე კრიტიკული შეფასებები ისმის უმაღლეს საბჭოსთან მიმართებაში, რომელმაც ოპოზიციის განცხადებით ასევე ფუნქცია დაკარგა და თქვენც აღნიშნეთ, რომ ეს 4 წელი მან ხშირად კომიკური სიტუაციებით დაგვამახსოვრა თავი. როგორ შეაფასებდით აი ამ 4 წლიან საქმიანობას მთავრობის და უმაღლეს საბჭოს და თქვენი ხედვა როგორ არის, როგორი უნდა იყოს ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკა აჭარის ავტონომიასთან მიმართებაში? კი ბატონო. მოკლე შეფასება, რა თქმა უნდა დადებითი, ჩვენ
მათ რიცხვში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკამ და მისმა ხელისუფლებამ და მისმა პარლამენტმა, მისმა უზენაესმა საბჭომ დავიწყეთ ახალი მეთოდებით ქვეყნის მართვა. დემოკრატიული, ჭეშმარიტად დემოკრატიული და გამჭვირვალე მართლობა და არა ის, რაც ჰქონდა. ის, რაც მივიღეთ ჩვენ ნაციონალური მოძრაობისაგან. შთამომავლობით და რაც მოხდა საოცრება იყო თუ გნებავთ. ის, რომ გამჭვირვალე მთავრობა, ყველა შეუძლია კრიტიკა, ყველა შეუძლია კითხვები დაუსვას. მედია ვერსად ვერ ემალებიან. ყველა ნაკლი გამოტანილია და აგზევებულია, ესე თქვა და გაზვიადებულიც არის თუ გნებავთ. ძალიან დიდი შეცდომებს ძალიან ხშირად 10 მაგათ და 100 მაგათ აჩვენებდნენ. თუ ამ პირობებს ყველაფერს გავითვალისწინებთ ჩვენ დავიწყეთ ყველამ ერთად დემოკრატიული მართლობის სწავლა და ეს მოხდა საუბედუროდ ეხლა და არა იმ მოგონილი დემოკრატიის და ფასადური დემოკრატიის პირობებში. ამას თუ რეალობა შევაფასებთ, სად მოვედით ჩვენ და რა მივიღეთ და რა გავაკეთეთ 4 წელიწადში, მე ვფიქრობ, რომ ეს არის დიდი გარღვევა და დიდი წინსვლა. საზოგადოებაც სწავლობს ნელ-ნელა და ხალხიც სწავლობს. ჩვენ არ გვქონდა გამოცდილება დემოკრატიული მართლობის. 4 წლის განმავლობაში საოცარი წინსვლა ამ ხრივ გაკეთა, ესევე გაკეთა აჭარაშიც, რაც შეეხება ავტონომიას. მე არ მგონია, რომ ეს პრობლემა დღეს სერიოზულად დგას. მე არ მგონია, რომ აჭარელი ხალხი განიცდის, რომ მათ მართამენ თბილისიდან, რაც არ ხდება რეალურადაც. აჭარას და აჭარელ მოსახლეობას მე მგონი არავითარ იმის განცდა არ აქვს, რომ როგორმე რაც შეიძლება სეპარატისტულად ავტონომიურად იმართებოდეს აჭარა. კონსტიტუცია დღეს ესეთია. თუ აჭარის მოსახლეობას აქვს რაიმე განცდა, რასაც მე ვერ ვგზნობ კიდევ ამბობ, კონსტიტუციის პირობებში დაცულია, ჩემი აზრით, კონსტიტუციას იცავენ როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ისე აჭარის ხელისუფლება. ავტონომია არ იგრძნობა, ვერაფერ ვერ დაგეთანხმებით, მაგრამ არ იგრძნობა იმიტომ, რომ სეპარატისტული განწყობა არ არის არანაირი აჭარაში. საავტონომია არსებობს, სანამ აჭარელ ხალხს მოუნდება, მანამ იარსებობს, ვერავინ ვერ შეეხება ამას. გამძაფრების და გამწვევების, რომ თქვა ზოგიერთი პოლიტიკოსი გამოდის და არ მოხდეს, რომ აჭარის ხელისუფლებაში არ მოხდეს არა აჭარელი და რაღაც ზედმეტად ძაბავენ სიტუაციას. ზედმეტად ძაბავენ სიტუაციას. ესეთი დაბალანსებული ხალხი, როგორც აჭარლები არიან და განსაკუთრებით ის აჭარა საქართველოში არ არსებობს. საოცრად დაბალანსებული ხალხია. არცად აჭარაში არ არის განცდა იმის, რომ აჭარლებს არ აძლევენ აჭარის მართვის საშუალებას. ჩემი აზრით ესაა პასუხი. კონსტიტუცია დაცულია, არავინ მას არ არღვევს. თუ ვინმეს არ მოსწონს და პირველ რიგში აჭარის მოსახლეობას მათ შეუძლიათ დასვან კარგულ გაზეთის შუახევზე. ბატონო ბიძინა, ჩაგეკითხებით, მაშინ თქვენ შეიძლება მე რა, იმიტომ რომ ძალიან მოკლედ გეტყვით, თქვენ თქვით რომ კმაყოფილი ხართ აჭარის მთავრობის მუშაობით, მაგრამ არჩევნებამდე 3 თვით ადრე შეიცვალა არჩილ ხაბაძე. ეს გარკვეულწილად აღქმული იყო იგივე ოპოზიციის მხრიდან, რომ ეს იყო არჩილ ხაბაძის პოლიტიკის მარცხი. რატომ შეიცვალა და პატარაძის შანსებზეც გითხარით მაშინ. მე ვფიქრობ, პატარაძე დავიწყებ, რომ ძალიან საინტერესო პიროვნება ჩანს, ძალიან კარგად დაიწყო და მე ვფიქრობ, რომ წარმატებული ახალი სისხლი შემოიყვანა, ახალი კადრი შემოიყვანა გვერიკაშვილმა, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში მე გავიცანი ერთჯერ შევხვდი სადღაც 5 წუთით და მეორედ კონცერტზე შევხვდი ურიგში კონცერტზე. ძალიან კარგ საბიჯილებას ტოვებს რაც შეეხება პატარაძეს, რაც შეეხება ხაბაძეს და მის შეცვლას. მე ვფიქრობ, რომ გვერიკაშვილმა გააკეთა ძალიან კარგი სვლა არჩევნების წინ. ახალი ძალის და განახლებით რაც შეეხება ხაბაძეს. ხაბაძემ დაიცვა ყველა ის სტანდარტი, რაც მე დავტოვე ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ. პირველ რიგში, რომ კანონს თვითონ ექვემდებარებოდა, ცდილობას არ ვიცი და არ მახსენდება, რომ მან საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენა, თქვა, თავისი ხელისუფლება და ესე შემდგომ კანონს ემორჩილებოდა, იყო გამჭვირვალე, ხალხის სამსახურში იყო და გრძნობდა ამას. ყველა ის, რაც და ამის შემდგომ დგება კითხვა. ამ მთავრობასაც ხაბაძესა და ახალი მეთაურის შედარება და მთლიანად თქვა პოლიტიკური განვითარება ხო არ შეიძლება თქვა, რომ იდეალური ხელისუფლება, იდეალური მთავრობაა და უკეთესი არ შეიძლება იყოს. ამის შემდგომ დგება კითხვა მენეჯმენტში. რამდენად წარმატებული მენეჯერი იყო ხაბაძე? რამდენად უკეთესი იქნება თუ არ იქნება პატარაძე, როგორც მენეჯერი. ესევე ცვლილებები, რომელსაც განახორციელებს გვირიკაშვილი ცენტრალურ მთავრობაში და ეს აუცილებლად მოხდება, ახალი მთავრობა არჩევნების შემდგომ ბევრი შეიცვლება, ცდილობა იქნება ერთადერთი და ერთი, რომ რაც შეიძლება უკეთესი მენეჯმენტი, რაც შეიძლება უკეთესად და უფრო ეფექტურად იმართებოდეს, უფრო ეფექტური იყოს მთავრობის მეთაური აჭარის თუ საქართველოს. მაგრამ სტანდარტები, რაც ჩემთვის არის ძალიან პრინციპული. ეს ხაბაძემ დაიცვა პირნათლად.
რომ სათავისოდ არ ქონია მცდელობა მას ხელისუფლების გამოყენების. როგორც შეეძლო გუცველად ემსახურებოდა თავის სამშობლოს და თავის კუთხეს, თავის ქვეყანას, თავის აჭარას. აი ეს შემიძლია თქვა ხაბაძეზე. კვირიკაშვილს აქვს განცდა რომ უკეთესი მენეჯმენტი და მე გათავისუფლებაში ხაბაძე გუნდშია დღეს და ძალიან დიდ როლს თამაშობს როგორც მე ვიცი და მას ეკნება ღირსეული ადგილი ისე საკუთარ გუნდში. ის წარმომადგენლობის გულისთვის არ გაუშვიათ. მათ კვირიკაშვილს უნდა გითხოთ უფრო დაწვრილებით აგიხსნით ალბათ რა ქონდა ეს მისი უმაღლესი საფრთხე მე მომწონს პირადად რომ განახლება მოხდა და მენეჯმენტი კვირიკაშვილი არის იდეალური მენეჯერი მე თუ მკითხავ ძალიან ძლიერი მენეჯერია შეიძლება რაღაც კითხვები მათ რიცხვში ხაბაძეზე ისე როგორც ნებისმიერ მინისტრზე ჩანდეს და მცდელობა იმისა რომ უკეთესი მენეჯმენტი იყოს კი ბატონო მაგრამ უფრო მეტ აზრს მე ვხედავ მაგ გადაადგილების რომ საარჩევნო პროცესში ხაბაძე გამოთავისუფლდა და მეტი საშუალება აქვს არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და ქართულ ოცნებას მედახმარება გაუწიოს. სიაში იქნება ქართული ოცნების თქვენი პასუხიდან გამომდინარე. არჩილ ხაბაძე. სიაში იქნება, ისიც ჭორების დადის რომ პირველ ნომრად იქნება, მე პირადად მივესალმებოდი თუ ესე იქნება, მაგრამ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. არჩილ ხაბაძეს მე გეტყვით რომ ექნება ღირსეული ადგილი საკუთარ გუნდში, რამე თუ ის ღირსეული პიროვნებაა. ეხლა ნაციონალური მოძრაობა, როგორც ნარმანია გავიხსენოთ, ახერხებს საოცრებებს ახერხებს, არაფრისგან ქარიშხალს ქმნის. მაგრამ როდესაც წარმატებაზე საუბრობთ ავტონომიურ რესპუბლიკაზე, საუბრობთ მხოლოდ ციფრები, რეალობიდან უნდა გამოვიდეთ, რა იყო, რა მივიღეთ და სად ვართ დღეს. რა გაკეთეთ? რეკლამის დრო ჩვენს ეთერში მანამდე ნათიას სურს რაღაც დააზუსტოს და რეკლამაზე. ვიდრე რეკლამაზე გავალ, თქვენ ახლა დავით ნარმანია ახსენეთ, არ შემიძლია არ ვისარგებლო ამ შემთხვევით კმაყოფილი ხართ თუ არა დავით ნარმანიას მუშაობით, რომელიც ის კიდევ ერთხელ გაეხვა სკანდალში ბოლო პერიოდის განმავლობაში, პასუხი რეკლამის შემდეგ. აი ეს დაგვითარდა უკვე ეს ნაწილი. ტელეკომპანია GDS-ის პირდაპირ ეთერში ბრუნდება წინა საარჩევნო პროექტი შეხვედრები რეგიონულ მედიასთან. ჩვენ შეკითხვებს პასუხობს ბიძინა ივანიშვილი და რეკლამაზე გასვლამდე მე დაგისვით თქვენ შეკითხვა, რადგან დავით ნარმანია ახსენეთ, კმაყოფილი ხართ თუ არა დედაქალაქის მერის საქმიანობით? დედაქალაქის მერის საქმიანობა რომ შევაფასოთ, უნდა ნახოთ რა გაკეთდა ქალაქში. პირადად ნარმანიას უნდა ვნახოთ მოკლედ ძალიან მოკლედ რომ ნარმანიას ამ ბოლოს რაც მოხდა თქვათ ჩანდა დასაწყისში თქვათ და ეხლაც რომ საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა გაუჩნდა და გამოჩნდა პრინციპში. სხვა დანარჩენი თუ გნებავთ ნარმანიის შეფასება უნდა მოღვაწეობა ვნახოთ ქალაქის და რა გაკეთდა ქალაქში რა იყო როგორი ქალაქი ჩაებარა და რა ხდება. იქაც იგივეს ამბობენ როგორც აჭარაზე რომ გაჩერდა ყველაფერი. ამ დროს თუ ციფრებში ვხედავთ სულ ყველაფერი პირიქითაა. მშენებლობა გინდათ, გზები გინდათ თქვათ, ნუ აი ყველაფერი გაცილებით მეტი შენდება და კეთდება ვიდრე ნაციონალური მოძრაობის. საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემას როდესაც ახსენებთ, რას გულისხმობთ? ანუ ეხლა მე არ მომეწონა ძალიან თქვათ ეს ბოლო თქვათ როგორ კონტექსტშიც როგორც მიმართა ის ცნობილი ფრაზა რაც და საერთოდ შეიძლება ცოტა პრობლემა არის ამ მხრივ და კითხვები შეიძლება იყოს, მაგრამ კითხვები არის და ძირითადი ჩემთვის არის ისევ ის, რაც ვთქვი, სტანდარტები, რომ ხელისუფლება სათავისოდ არ გამოიყენოს, კანონი დაიცვას, გამჭვირვალე იყოს მმართველობა, ორგანოები, სახელმწიფო ორგანოები არ გამოიყენოს. ამ მხრივ პრობლემები არ არის. ეხლა მენეჯმენტი როგორია უკეთესი უარესი, ამაზე შეიძლება პაექრობა, კი ბატონო. ვფიქრობ, რომ ამ თემაზე ჩვენ მაინც ვისაუბრეთ მომავალში. კითხვების დასმა. გაზეთი შუახევი. გისმენთ. მოგესალმებით. ბატონო ბიძინა. ბატონო ბიძინა, 2 წლის წინ თქვენ დუღაბი ჩაყარეთ შუახევიესის საზირკველში. დღეს ეს უკვე დამამთავრებელ სტადიაზე და დადებითად აისახა ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს. 2 მილიონი ნახევარი შემოსავალი დატოვა უკვე ქონების გადასახადიდან ადგილობრივ ბიუჯეტში. იმ დღესვე თქვენ განაცხადეთ, რომ დაიწყებოდა მესამე ქედაში ეგრეთ წოდებული კორომხეთის მშენებლობა. თუ გაქვთ ინფორმაცია ამ ესის მშენებლობა, ეს ერთი, მეორე კითხვაც. იცით რომ შარშან გაიხსნა მაპატიეთ გოდერძის უღელტეხილი შეიქმნა შპს გოდერძი და დიდი შემოსავალი დატოვა უკვე ადგილობრივ მოსახლეობაში თითქმის 9000 ლარამდე მოგება დარჩა თითოეულ ოჯახს სოფელ დანესპარაულში. ანალოგიურად აჭარის მთიანეთში კიდევ არის მთა ღომა გომში არაგერიოთ.
აი თქვენი ავტორიტეტი გვინდა გამოვიყენოთ, რომ ეს მთას არანაკლებია გოდერძეს უხელთეხეზე და სასიკეთოდ წაადგება როგორც ქედის მოსახლეობას, ასევე შვახევის მოსახლეობას. და მესამე კითხვა ბატონო ბიძინა. ეს ყველაზე საჭიროა. დღეიდან მოქმედებას იწყებს თის კანონის ცალკეული პერიპეტიები, ეს პენსიების გაზრდა, სხვადასხვა სოციალური საკითხები, მაგრამ თვითმმართველობის კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის მიღების შემდეგ თის სოფლებში გაუქმდა ეგრეთ წოდებული სოფლის გამგებლის შტატი. ფაქტიურად ეს სოფლის ხელმძღვანელები ინიშნებიან საკონკურსო შერჩევით და თუ ეს გაგრძელდა და სოფლის ხელმძღვანელი არ ეყოლება სოციალური საკითხების გადაწყვეტაზე თის სოფლები გვეშლება ჩვენ და თვითმმართველობად რომ თის ვიფიქროთ და იგივე თის სოფელს თუ გინდაც ადგილობრივი ბიუჯეტი და თუ გინდაც მუნიციპალური ყავდეს აი ხელისუფლების წარმომადგენელი ყველა სოფლები არ მოგვეშალოს დიდი მადლობა აბსოლუტურად გეთანხმებით ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა იყო ჩემი საყვარელი რეფორმა და ეს უნდა გაგრძელდეს და გაღრმავდეს აუცილებლად ადგილებზე მართვა უნდა ვისწავლოთ და ეს არ მოხდება რომ გაუქმდეს პირიქით უნდა გაღრმავდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ძალა მიეცეს ადგილზე ხედავენ კარგად როგორ უნდა მართონ და ეს რეფორმა გაგრძელდება და გაღრმავდება შუახი ხესი როდესაც გავხსენი კომიკური სიტუაცია თუ გახსოვთ სააგაშონა სამჯერ გავხსენი უკვე რა ხესი გახსნაო ტატა ჯგუფი ინდური კომპანია ყველაზე დიდი ჯგუფია მაგაზე რომ იტყვენ პირადად მე სამჯერ დავოში ჩავედი თუ სადაც ჩავედი რა აი როგორც იქნა დავითანხმე 400 მილიონიზე მეტია იქ ინვესტიცია ესეთი მსხვილი ინვესტიცია მაგათ დროს არ მოხდა და არ შემოსულა არ გაღმებულა ამას მოყვა უფრო დიდი ინვესტიციები საუბედუროთ ნავთობზე ფასის ვარდნამ დროებით შეაფერხა ენერგეტიკის სამინისტრო რაღაც პაუზა გაკეთდა რენტაბელობის პრობლემა დადგა რამე თუ გაიაფთე ელექტროენერგია პარალელურად ნავთობის გაიაფებასთან ერთად თუმცა ეს გადალაგდება და აუცილებლად ჩვენი ენერგორესურსი და აჭარა ამით ძალიან დიდარია და სხვა ენერგორესურსი ჩვენ წეღისეული სხვათა შორის გარდა ესებისა სერიოზული არაფერი არ აქვს რა თქმა უნდა მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ და ყველა ჰესი აუცილებლად აშენდება უახლოეს დროში კურორტზერას გვეტყოდით თაღომაზე კურორტზეც მაგასაც ახლა მე არ მაქვს შესწავლილი პასუხს პირდაპირ ვერ გაქცევთ მაგრამ ყველა კურორტისა ყველა მთაც უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად ტურიზმისთვის და ამით აჭარა ძალიან დიდარია და ძალიან ყველაზე დიდარი მაინც ყველაზე დიდი სიმდიდრე აჭარის მთის არის ხალხი ჩემი აზრით საოცრად დაბალანსებული და საყვარელი ხალხი რომელიც მთის აჭარაში ცხოვრობს ტელეკომპანია მაესტრო და სამ შემდეგ კითხვას გისმენთ გამარჯობეთ მაია შავეძე მე მინდა კითხოთ იპოთეკარებთან დაკავშირებით ეს პრობლემა დღემდე გრძელდება ბატონო ბიძინა და თქვენი ხელისუფლებაში მოსვლამდეც შეხვდით ამ ადამიანებს არაერთხელ დაჰპირდით რომ ბანკი ქართულ გასცემდა გრძელვადიან დაბალპროცენტიან სესხებს და ამ ადამიანებს საშუალება ექნებოდათ იმ დავალიანების გადახდის ეტაპობრივი საშუალება ექნებოდათ და ასევე მინდა დავამატო რომ იყო საუბარი ეს გრძელვადიან სესხებთან დაკავშირებით ჩვეულებრივ მოქალაქეებზე ვისაც სურვილი ჰქონდათ თქვათ ბიზნესის წამოწყების და აი ამის საშუალება მიეცემოდათ თუმცა დღემდე მართავენ ეს იპოთეკარებით აქციებს მთავრობის ახლთან და ითხოვენ დახმარებას ადამიანებიც არიან მოლოდინში თქვენი პოზიცია რატომ ვერ შესრულდა ოღონდ მე მგონი ორი თემა ერთმანეთში აურიათ არასწორად რომ იპოთეკარები და გრძელვადიანი კრედიტები ეს სხვადასხვა რამეა საქართველოში გაიქცა ძალიან დიდი და ძალიან ბევრი და უფასო კრედიტებზე რომ ხუმრობდნენ ნაციონალები რომ უფასო რა არისო და ნახეთ რამდენი კრედიტი გაიქცა და როგორი დახმარება განახორციელა მთავრობამ ამ ხრივ საოცარი შედეგი გვაქვს შესაბამისად რამდენი ახალი საწარმო გაჩნდა და სამუშაო ადგილი რა შეეხება იპოთეკარებს ვერ დაგეთანხმებით იმაშიც რომ მე რამდენჯერმე დავპირდი რომ დაუბალანსები და კრედიტებს მიცემდი და გაუგრძელებდი ესე არ ყოფილა მე ყოველთვის ვამბობდი და დღესაც გამიმეორებ რომ ეს არის ძალიან რთული პრობლემა ძალიან ძიმე პრობლემა და ეს არ არის მხოლოდ აჭარის პრობლემა მთელ საქართველოში ამის პრობლემა ხაბაძე ამ ხრივ იყო გამორჩეული და მე მხარს უჭერდი ხაბაძეს სადაც მოხერხდა და ვისაც ჰქონდა გადახდის უნარიანობა გაგრძელებაზე ბევრი იმუშავა და ნაწილს გაუგრძელა რაღაც ნაწილს და ხაბაძემ სხვათა შორის ამაში უნდა შევაქოთ კიდევ ერთჯერ რაც არ კეთდებოდა საქართველოში გამორჩეულად ხაბაძე ცდილობდა და მეც ხარს უჭერდი ამ ხრივ მაგრამ ძალიან ბევრი გავაკეთეთ თქო ვერ დავიდრაბახებთ და საერთოდ ეს იპოთეკური პრობლემა არის ძალიან დიდი მთელი საქართველოს და შევახსენებ კიდევ ერთჯერ მოსახლეობას რომ ის რაც გაკეთდა ჯანდაცვაში და შეფასება არ უნდათ არაფერი არ მოხდა რა საოცრება მოხდა და ძირითადი რესურსები სწორედ აქეთ მიემართა რაც ჰქონდა ბიუჯეტს პირველსავე ჩემი პრემიერობის დროს და ძალიან ბევრი იპოთეკარი მხოლოდ ამ მიზნით არის სწორედ იპოთეკარი რომ მან სახლი ჩადო რომ თული ოპერაცია დაეფინანსებინა და არიან გაჭირებულ დღეში თანაგრძნობის მეტი საუბედროთ დღეს არაფერი ვერ ვნახეთ ჩვენ გამოსავალი მეორე მხარეს ბანკები დგანან
ეს 6 მილიარდი და მგონი უფრო მეტი თანხაა ბიუჯეტში მსგავსი არაა. ძალიან რთულია პრინციპში ეს პრობლემა, ახალი მთავრობაც გააგრძელებს ალბათ ამ თემაზე, ამ მიმართულებით ყურადღებას, თუნდაც გამოსავალი ნახეს. გქონდათ უშუალო შეხვედრა მათთან წინასაარჩევნო? შეხვედრები მქონდა ძალიან ბევრი, მაგრამ ის რომ მე დავაპირდირო, ყველას კრედიტებს მიცემდი და ყველას გავუგზელებდი, მსგავსი არ ყოფილა, ამოწიეთ ნახეთ არც. საინფორმაციო სააგენტო იმიტომ რომ მე ვიცი სირთულე. ძალიან რთული ეს პრობლემა, ძალიან რთული პრობლემაა. მოგესალმებით ნინო ხოზრევანიძე ინტერპრეს ნიუსი. ბატონო ბიძინა 4 წლის წინ თქვენ მუსლიმებს შეპირდით რომ მათ ღია ცის ქვეშ ლოცვა აღარ მოუწევდათ და აშენდებოდა ახალი მეჩეთი. ერთ-ერთი შეხვედრის დროს მათ უთხარით რომ მეჩეთის მშენებლობას საკუთარი სახსრებით დააფინანსებდით და საუბრობდით რამდენიმე მილიონ ლარზე. რატო ვერ შეასრულეთ დანაპირები, რა შეიცვალა, რატომ გადაიფიქრეთ მეჩეთის მშენებლობა? კი ბატონო, მე არაფერი არ გადამიფიქრებია, რაც თქვი მაშინ დღესაც ვიმეორებ. კარგად გაიხსენეთ რომ მე მთავრობიდან წავედი ძალიან სწრაფად ამის შემდგომ და იმ პერიოდშიც ამ მიმართულებით ძალიან ბევრი გავაკეთეთ. ყველა მიმართულებით ქონდა შეხვედრა. სერიოზულად უკვე პროექტი გამზადებული იყო და იყო გაფართოებაზე არსებული მეჩეთის ბათუმის გაფართოებაზე იყო, სერიოზულ გაფართოებაზე საუბარი. რაც შეეხება მილიონებს, რამდენიც გნებავთ, იმდენ მილიონს მე არ მეთქვავს უარი და არც დღეს არ ვამბობ. იქ 10 მილიონზე იყო მაშინ საუბარი. 20-იც რომ დაჟეს და 30-იც მე მზად ვარ დავაფინანსო. იმის შემდგომ იქ საფეხურებად ვიცი ეს ყველაფერი მე რომ ადგილობრივ თქვათ მუსლიმების ხელმძღვანელობას გაუჩნდათ სხვა თქვათ მოთხოვნა, იქ რაღაც ოფისი იყო საუბარი, რაღაც ადგილობრივი ხელისუფლება მათ დაეხმარა ხაბაძე, რაც მოითხოვეს ის გადასცა, მე ეს თემა ცოტა მიიჩმალა და მინელდა. შემდგომ ისევ გაიღვიძა ამ თემამ. მე თქვათ დღეს მთავრობაში აღარა ვარ, მაგრამ დაფინანსებას რაც შეეხება, დღესაც სათა ვარ, საოცრად მიყვარს ჩვენი მუსლიმები. ისევ თისაჯარას გავიხსენებ და საოცრად დაბალანსებული ხალხი და საოცარი ხალხია, რა თქმა უნდა. გეტყვით რომ ყველას უნდა კონდეს და საქართველოს საქართველოს ამ ხრივ რომ ეს კითხვა არ გავამკაცროთ, არ გავამძაფროთ. თუ ნახავთ ჩემს მიმართვას საზოგადოებისადმი, რომელიც 2-3 თვის წინ დავწერე, ძირითადად სწორედ ეს უნდა ჩაგდებული, რომ ის რაც გვაქვს ჩვენ საქართველოში, ის ტოლერანტობას, რასაც მე არ მინდა ხო სხვა ქვეყნის გადავწყვეტ, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ცხოვრობთ გვერდ და ძმურად და არ ვიცით, ძალიან ხშირად ის მუსლიმია თუ ქრისტიანია. აი ესეთი დამოკიდებულება, ჭეშმარიტი ტოლერანტობა ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ჩვენ სიცხეში კიდევ დავით აღმაშენებლის დროს თვითონ მიდიოდა და მეჩეთში მოილოცებდა. ეს კითხვა ძალიან გთხოვთ, არ გაანძაფროთ, არ დგას ეს მძაფრად. რა თქმა უნდა, შემთხვევები იქნება იქ მეჩეთის აშენების, ესევე შეიძლება იყოს პრობლემები სადღაც ქრისტიანული ეკლესიის ან სხვა ტიპის ეკლესიის აშენების, სალოცავის აშენების. რეალურად ჩვენ საქართველოში ასეთი ტიპის ტოლერანტობა ჩვენი სიმდიდრეა და შეუძლიათ სხვებმა ისწავლონ და ევროპას შეუძლიათ ჩვენ ის მიუტანოთ როგორც ბრილიანტი, რომ არის მაღალმთიან აჯარაში არის სკოლა, არატიპიური სკოლა არის რელიგიური სკოლა, ნახევარი უჭირავთ მართლმადიდებლებს, ნახევარი უჭირავთ მუსლიმებს. თბილისშიც აღმოჩნდა ლოტკინზე ესეთი სკოლა. მსგავს სოფლიოში ვერ ნახავთ ვერსად. მე როდესაც ხვდები უცხოელებს, პირველი ამას ვეუბნები, აი ამით ვარ ჩვენ მდიდარი. ის ხედავთ ევროპაში რაც ხდება, ხო, ამ მიმართულებით და საერთოდ სოფლიოში ძალიან დიდი დაძაბულობაა. ესეთი დაბალანსებული ურთიერთობა მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის ვერ ნახავთ კუთხეს სხვაგან თუ გნებავთ და ამას ნუ გადავაქცევთ, ისე ნუ წამოვაჩენთ, რომ თითქოს ჩვენ ვინმეს ვჩაგრავთ. აქ არის სერიოზული პრობლემა ადგილის. ქალაქის ცენტრი, არა ცენტრი, გასახლებებზე მე და ხაბაძემ უამრავი ვიმუშავეთ ისევ პრემიერების დროს. ძალიან გართულდა იქ რაღაც გასახლებების და გაყვანის. ხალხი ითხოვდა 5-ჯერ და 10-ჯერ მეც, როდესაც იცოდნენ რომ ხელისუფლებას ეს სჭირდებოდა. არის ესეთი ტექნიკური ძალიან ბევრი კითხვები, მაგრამ დამოკიდებულება ძალიან გთხოვთ. ნუ დააყენებთ ეჭქვეშ დამოკიდებულებას. ნუ დააყენებთ ეჭქვეშ. ჩვენ არ ვარჩევთ საქართველოში დღეს მუსლიმს და ქრისტიანს და არც სხვა რელიგიური ხრივ ესეთი ტოლერანტული საზოგადოება როგორც საქართველოშია სანადრია თუ გნებავთ ევროპაშიც კი. დამოკიდებულებაზე არც ძალიან დანაპირები არ შეასრულეთ. კოლეგები გვეჩაგრებიან. დანაპირების შესრულებას ჰქონდა ტექნიკური მიზეზები კიდევ ვიმეორებ. და ის რომ მე მთავრობაში დღეს აღარა ვარ, მაგრამ განვაცხადე დაფინანსება, აი ახლაც ვამბობ, რაც დაждდება, მე ვაფინანსებ. ოღონდაც ამას უნდა გადაწყვეტა და არის ის ფორმები, აი როგორც გონიოს იხსენებენ, მიწების დაბურნება. აბა ნახეთ 4 წლის განმავლობაში რამდენი ცდელობა იყო ხაბაძის, რამდენი დრო დახარჯა და როგორც იქნა სასამართლომდე მიიყვანა. აქაც მსგავსი პრობლემებია და არა ის რომ დამოკიდებულებითი პრობლემებია. რომ ვიღაცას უდავს აჭარის მთავრობაში მეჩეთის აშენებას. ღმერთმა დაგუფაროს. როგორ გეკადრებათ? ან მე დაფინანსებაზე ვამბობ უარს. არც ერთია, არც მეორე არა. აქ არის სხვა ტიპის პრობლემები, რომელიც უნდა გავიაზროთ ძალიან კარგად. კი ბატონო. გისმენთ. დიდი მადლობა, ჯემალ მეგრელიძე, გაზეთი PS-ი.
ბატონო ბიძინა, როგორც ვრწმუნდებით, სულ უფრო და უფრო რეგიონული მედია, თქვენთვის რეგიონულ მედიასთან ურთიერთობა ძალიან პრიორიტეტულია. ჯერ კიდევ პოლიტიკაში მოსვლის დღიდან, შემდეგ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან და ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ სამოქალაქო სექტორში გადასვლისთანავე. და დღევანდელი დღეც ამის დასტურია. მე მაინტერესებს თქვენი რეაგირება როგორც აქტიური მოქალაქის რეგიონულ მედიაში გაჟღერებული პრობლემური თემების ირგვლივ თუ ეცნობით თუ გაქვთ გამოწერილი რეგიონული გაზეთები ბეჭდური მედია მაქვს მხედველობაში და თუ გაქვთ ურთიერთობა რეგიონულ მედიაში არა ერთხელ წინა პლანზე წამოწეული ეგრეთ წოდებული ოცნების ქალაქის ანუ ხელვაჩაურში 52-53 ბატალიონებში ჩასახლებული მოსახლეობის პრობლემაზე მინდა კი ბატონო რა თქმა უნდა რეგიონულ მედიას ისე როგორც ზოგადად მედიას ჯეროვანი ყურადღება ექცევა დღეს როგორც შეიძლება და როგორ შეიძლება მთავრობამ მოახერხოს პრობლემებიც კარგად ვიცი საერთო პრობლემაა ეკონომიკის ეს დონე ვერ ახერხებს რომ მედია შესაძლოა დაფინანსდეს და ბიზნესმა უნდა დააფინანსოს ერთადაც მედია და რეკლამით უნდა დაფინანსდეს აქ კითხვები არის ბეჭდურ მედიას უჭირს მე დღეს ძალიან კარგად ვიცი რაც შეიძლებოდა ეხლაც და გუშმა ადრეც და დღესაც მე ვცდილობ რომ მაქსიმალურად ხარი შეუდგა რაც შეეხება ქალაქს რომელიც შეარქვეს ოცნების რა თქმა უნდა ეს პრობლემაა მაგრამ აქაც ნუ შევეცდებით თქვა როგორც წინა კითხვაზე უპასუხე მე რომ დავაყენოთ ეს პრობლემა ისეთ რაკურსში რომ ეს მთავრობა ვერ ახერხებს და მთავრობას არ აქვს სურვილი და მთავრობას არ უნდა მთავრობას არ შეუძლია ესე თქვა ამ პრობლემის გადაწყვეტა და ეს კარგად უნდა გავიაზროთ არათუ აჭარის და ადგილობრივ ბიუჯეტს ცენტრალურ ბიუჯეტსაც არ ძალუძს დღეს და არ შეუძლია ამ პრობლემის ესე ერთი ხელით დაკვირთ გადაჭრა. ამასაც იგივე პასუხი ექნება ისევ ეკონომიკა, ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რაც მივიღეთ, რომ დაბალანსებული ქვეყანა და მე მინდა ძალიან რომ დრო მომცეთ და პოლიტიკოსებზე შეკითხვა არ არის საუბედროთ პოლიტიკურ პარტიებზე, რისთვისაც მე მინდოდა დღეს ანალიზი სვის გამომეყენებინა და ამ დროს შემეფასებინა დღევანდელი მთავრობა და ქართული ოცნება რატომ არის წარმატებული და რატომ მას უნდა მივცეთ ხმა, იქნება მომცეთ ამის საშუალება შეკითხვებში და დამისვათ, ამას ისევ ჭირდება მიღწეული არ დავკარგოთ გავაღრმავოთ ყველა საფუძველია იმის რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა მოხდეს საქართველოში. ძალიან კარგი საფუძველია ამის და მაკროეკონომიკური სიტუაცია არის იდეალური თუ გნებავთ თუ მოვცემთ საშუალებას, მოგცემთ ამ მონაცემებს როგორი სიტუაცია გვაქვს და ამით უნდა გადავწყვიტოთ ეს პრობლემა და არა ის რომ ვლაძღოთ მთავრობამ. მთავრობას თუ არ აქვს ფული, ის ციდან ვერ მოვა ბიზნესმა და განვითარებული ეკონომიკამ უნდა შეავსოს ბიუჯეტი, შეიტანოს მეტი და მაინც გადახვევას გავაკეთებდი პატარა საიმ თქვენ კითხვაში. ახლა მომივიდა აზრად რომ ძირითადი კრიტიკა მოდის ისევ ნაციონალური მოძრაობიდან რომ რა და აკრიტიკებენ თქვა აჭარის მთავრობაზე ცენტრალურსაც რა ხდება და ეს რა უბედურებებია ამაში მათი წვლილი უფრო მეტია თქვა რაც ხდება აქ და შევახსენებდი მე 2008 წლის ომს იმ უბედურებას რაც დაგვატყდა თავს და იმ უბედურების აცილება შეიძლებოდა თავიდან რომ მათ ყოველდღიურად ნორმალური ხელმძღვანელობა ნაციონალურ მოძრაობას და სამშობლოზე ზრუნავი ხალხი რომ ყოფილიყო დევნილების რაოდენობა ამ ომის დროს ნახეთ კატასტროფულად გაიზარდა ეს ვარ მიგვეღო და ის სისულელეები რაც გააკეთა სააკაშვილომ და ამ გუნდმა და ამაზე ნახეთ დღეს აი რამდენიმე დღის წინ იყო სტატია თუ წაიკითხეთ დანიელ ფრიდი რომელიც გახდათ კონდოლიზა რაისის მოადგილე მაშინდელი და ნახეთ როგორ ამბობს რომ როგორი შეცდომები დაუშვა სააკაშვილმა მაგრამ არ მინდა ამ გამწვავებაზე ვისაუბრო იმიტომ რომ რუსებს არ გაუправოთ ის რაც გააკეთესო სააკაშვილმა რეალურად გაუправა რუსებს და შემოიყვანა ეს გააკეთა და ამდენი დევნილი ამდენი დახოცილი და დაღუპული სამხედროები და უბედურება დაგვატეხა თავს აბა ნახეთ ძალიან საინტერესო დეპუტატი შემოვიდა სხვათაშორის ახალი ირაკლი მეზურნიშვილი მე გავიცანი ოდესღაც და რეკომენდაცია მივეცი და გუნდმა გაიზიარა როგორც ჩანს მე როგორც ვიცი მან გადაიღო ფილმი აქვს ინტერვიუ ყველა ელჩზე უახლეს ისტორიაში ამერიკელ ელჩთან აქვს აღებული ინტერვიუ და ნახეთ იქ მაილსის პასუხი ისევ 2008 წლის ომზე და სააკაშვილის შეცდომებზე ნახეთ რას ამბობს როგორ ეუბნებოდნენ რომ დაანებენ და რა სისულელები გააკეთა და რამდენი დევნილი მივიღეთ და ამ გაჭირებულ ასეთ ეკონომიკის კონე ქვეყანას როგორ გვიჭირს დღესაც და როგორ დღეში ცხოვრობენ დღესაც ძალიან გაუსაძლებელ მდგომარეობაში არიან ძალიან ბევრი დევნილები აი 2008 წელი რომ არ ყოფილიყო ამათ გაცილებით იოლად გამკლავდებოდი დღეს რაც ოცნების ქალაქში არიან თქვა ეკომიგრანტები თქვა თქვენი მისამართით და მთავრობის მისამართით ხშირად სვამს ხოლმე შეკითხვას იგივე საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით ამ შეკითხვებზე ბევრჯერ გიპასუხეთ მაგრამ მაინც შეხსენებისთვის შეგაცდეთ აი მაგალითად საუბრობენ ისინი რომ ეს კონსტრუქციული დამოკიდებულება რასაც ხშირად ახსენებთ ხოლმე თქვენს კონსტრუქციული თანამშრომლობა რუსეთთან ეს არ არის ქვეყნის საგარეო აბა ის იყო რაც იყო ორჯერ ომი მოახერხა რუსეთთან და შემოიყვანა პრაქტიკულად ეგ შემოუძღვა რუსეთი ჯარებს პრაქტიკულად და აი ნახეთ დანიელ ფრიდის
რომ ას არ უნდა გადაეკოქა ტექნიკა, არ უნდა გამოეყენებინა და არ უნდა გაეკეთებინა, გაეღრმავებინა ის პროვოკაცია, რისთვისაც რუსეთი იყო მზად. რუსეთის ქმედება სულაც არ ვამართლებ, მაგრამ მან გააკეთა ბევრი სისულელეები, რომ ისი სისულელეები არა და ნაციონალური მოძრაობის სისულელეები არა, რუსეთი ვერ შემოვიდა და მიუხედავად დიდი სურვილისა. და იმ სიტუაციას მაინც შევინარჩუნებდით, რაც არსებობდა მანამდე. და რა ქნეს მათ? სამშვიდობების ნაცვლად დღეს რა მივიღეთ ჩვენ? მივიღეთ ოკუპირებული ტერიტორიები. რა თქმა უნდა, თუ ვინმე იყო პრორუსული, თვითონ სააკაშვილის ქმედება იყო პრორუსული თავიდან ბოლომდე და მისი გუნდის რაც მათ გააკეთეს. და აი ნახეთ, მე ჩემი სიტყვებით არ ვიტყვით, აიკითხეთ, რამდენიმე დღის წინ იყო დანიელ ფრიდის ინტერვიუ და ნახეთ, ესეც გამოვა ტელევიზიებით, რას ამბობს მაილსი. და რა მოხდა ამ დროს რეალურად? ეს არის თემა, რომ არა გაზრდილი დევნილების რაოდენობა ჩვენ გაცილებით იოლად გავუმკლავდებოდი დღეს ეკომიგრანტებს და სხვა ტიპის რაც ხდება ოცნების ქალაქი, რასაც შეარქვეს საუბედრო. იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო რამდენიმე წუთი დაგვრჩა და იქნებ ვისარგებლოთ მოუწყებელი აჭარის რადიო მაია ვარშანიძე ჟურნალისტი. მოდით ამ თემასთან დაკავშირებით დავსვამ პირველ შეკითხვას, რა შეიცვალა ამ 4 წლის განმავლობაში წინა ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებთან შეცდომებზე საუბრობთ თქვენ რუსეთთან მიმართებაში მცოცავი ოკუპაციის პირობებშია დღესაც ქვეყანა და კიდევ ერთი შეკითხვა თქვენ ახსენეთ და თქვენ საუბრობთ სხვა პარტიების ესე ვთქვათ შეფასებაზე მე მაინტერესებს და ასევე აფასებდით ამა თუ იმ პოლიტიკოს ძალიან კარგად გვახსოვს ბატონო ბიძინა თქვენ და პაატა ბურჭულაძის ურთიერთობა თქვენი განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ ის იყო აპოლიტიკური თუმცა დღეს 4 წლის შემდეგ პაატა ბურჭულაძე ქართული ოცნების მიღმა აყალიბებს პარტიას და ფაქტობრივად ერთიანდება ახალ საქართველოსთან გირჩთან. თქვენი აზრით რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რას უკავშირდება? სააკაშვილთან მეგობრობამ გადააწყვეტინა, მოკლედ რო ვთქვა, ეგ ნაციონალური მოძრაობის პროექტია, ტიპიური, ჩვეულებრივი და მაგაზე შემიძლია ვთქვა, ბევრი ვისაუბრო, ნახეთ მისი ნებისმიერი გამონათქვამი, კიდევ გამეორებ, თქვი ეს თუ შესვენების დროს თქვი არ მახსოვს რომ ძმები მაჭავარიანები ორგანიზაციულად ეხმარებოდნენ მას დასაწყისში. იმის შემდგომ თქვათ და კარგად მოგეხსენებათ ვაშაძე იყო ბოლო ლიდერი სააკაშვილის და მუდამ ვაშაძეს ამბობდა და ახალგაზრდებს. თუმცა ეს ბოლო დროინდელმა ფოტომ საკმაოდ ბევრი კითხვები გააჩინა. ახლა ცოლები მეგობრებიან როგორ ჩანს იქ თუ ბავშვები და სადღაც ფოტო გადაიღეს მე მგონი ეგ არაფერს თმელი არა. თუმცა ვაშაძეს შეეთვალა ისევ. კარგი პინტი ჩაუტარა ისევ ქართულ ოცნებას. და ეს პროცესი რომ უნდათ აღრევა სიტუაციის უნდათ რომ აჩვენონ რომ ეს დამოუკიდებელი რა. ეს არის ტიპური ნაციონალური მოძრაობა და ყველაზე დიდი ნაციონალური მოძრაობა და ყველა პირველი ნომერი ნაციონალური მოძრაობის ეს გახლავთ სწორედ და ბურჭულაძეც იქ მივიდა. ჩემი გამონათქვამები გაიხსენეთ. მუდამ ვამოვდი მეკითხებოდნენ არ იცრუოს. ეს ქონდა ხედველობაში და აღარ იკადრა სიცრუე და მივიდა იქ სადაც რეალურად ჩანდა მისი გამონათქვამებშიც და მის ქმედებებშიც. მე მქონდა მასთან მცდელობა რომ გვერდში დაგვდგომოდა სხვათა შორის ის განცხადება რაც თქვენ გაიხსენეთ მაგრამ მოვიდა დაჯილდოებული რაღაც საათით უგულავადან ჩემთან 5-10 წუთით და ნუ მე რა უნდა მეთქვი ახლა მე მაშინ არჩევნების მზადებოდი მან არ ისურვა ჩვენთან თანამშრომლობა ყოველგვარი და ამ თემას თუ საჭირო იქნება უფრო გვიან გავშლი ახლა ვერ მოვასწრებთ პირველ კითხვას დაუბრუნდებოდი თუ შეიძლება და თქვენს მოკლედ იმიტომ რომ გაზეთი ქოპულეთი უნდა ბევრი დაგვშა დრო რამდენი გაზეთი ქოპულეთი დაგვჭა და 3 წუთი რომელსაც არ დავუშვამთ კარგი და მეორე კითხვა შევეცდებით პირველ კითხვას უბრალოდ თქვენსაც რა შეიცვალა თქვა ამ 4 წლის განმავლობაში ეს არის ჩემი ძირითადი და პარტიების დახასიათება დრო საუბედრო ცოტა გვაქვს მოდით შეკითხვა მოვისმინოთ და თუ დაგვრჩა დრო შემდეგ კი ბატონო თქვენს პირველს დაუბრუნდებით წელიწადში რა შეიცვალა კი ბატონო მოკლედ მოგესალმებით ქეთევან გუჯაბიძე გაზეთი ჩემი ქობულეთი საბატონო ბიძინა მინდა ერთი კითხვით მოგმართოთ 2004 წლიდან ქალაქი ქობულეთი დარჩა სტატუსის გარეშე რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით? უბრალოდ არის საკურორტო ზონა და სტატუსი არ გააჩნია ქალაქს. რა მხედველობაში გაქვთ? რა გაქვთ? რა სტატუსი უნდა? არც და ქალაქის თვითმმართველობასთან გვაქვს საუბარი. თქვა გამგებელი ხო ყავს ქობულეთს თავის? კი. საკრებულო მხედველობაში ხო? საუბედროდ პასუხი არ მაქვს თქვენს კითხვას ახლა კარგად ისმენენ ხელისუფლებაში როგორც აჭარის და პირველ რიგში აჭარის და შემდგომ ცენტრალურ ხელისუფლებაში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა უნდა გააღრმავდეს და კვირიკაშვილს ეს მოწოდება აქვს თუმცა იქ გუნდში კითხვები სულ იყო ამ მიმართულებით და დღესაც არის მაგრამ მე დარწმუნებული ვარ უნდა გააღრმავდეს ადგილობრივი თვითმმართველობა და ადგილიდან უნდა მოიმართოს და ადგილობრივი კადრით უნდა მოიმართოს ყველა რეგიონი და ამ ხრივ მე მგონი ქობულეთის არ დარჩება გამონაკლისში
ახლა გვაცნობებენ რომ დაახლოებით 3-4 წუთი გაგვთ იმისთვის რომ რა შეიცვალა ამ კითხვას გაცეთ. იქნებ უპასუხოთ და ბოლოს შემოვწურო ხარჯობია და ბოლო ეს კითხვა შემოვინახოთ ბოლოსთვის და იქნებ ამოვწუროთ კითხვები თუ სულ 3 წუთი დაგვცემა დარბაზი მაინც აქტიურობს და მივცეთ საშუალება დასვას შეკითხვა ჩვენმა სტუმარმა გისმენთ ვლადიმერ ღლონტი პროფესორი ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი მე მინდა კითხვა გავაგრძელო ადგილობრივ ისე მე აფუჩეჭეთ პროფესორი რო ხართ კარგად თქვით ესე რომ პროფესორი და დოქტორი გზანდებით კოლეგები ვართ თანამედროვე საქართველოს საზოგადოებრივი ტრანსფორმაციის საბოლოო წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე თუ რამდენად ადეკვატური იქნება ქვეყანაში არსებული ინსტიტუციური წესრიგი იმ პრობლემებთან რომელიც ქვეყანაში არსებობს. აი რა კარგი რამე თქვით რა. თქვენ დღეს მთელი აი შეხვედრა სწორედ ამაზე აქცენტირებას აკეთებს სტანდარტების დონეზე. მე ვიტყოდი უფრო მეც ინსტიტუტების დონეზე არის აქ საუბარი. პოსტსაბჭოურ საქართველოში და განსაკუთრებულად ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მმართველობის პერიოდში ჩვენ მრავლად ხვდებოდა ინსტიტუციური ამორფულობის და პოლიტიკური დისფუნქციონირების, უბრალოდ ვოლუნტარიზმის მაგალითები და აი ასეთ არასასურველ ფონზე ბუნებრივია ყურადღებას იმსახურებს რიგი ორგანიზაციულ პოლიტიკური ინოვაცია, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ განახორციელა. მოდით მაინც შეკითხვაზე გადავიდეთ დიდი ბოდიში, პირველ ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ განსაკუთრებულად მინდა ხაზი გავსვა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს. აქ ითქვა, რომ გამგებლები არ არის, თქვა სტატუსი არ მიიღო, მაგრამ ამ კოდექსმა საქართველოს მისცა მთავარი ადგილობრივ თვითმმართველობას გაუჩინა ფინანსური ბაზა. ადგილობრივ ბიუჯეტებს გაუჩნდა წყარო, დიახ, გაუჩნდა წყარო შემოსავლებისა. და მოკლედ ვიტყვი კითხვას. ეს არის ფისკალური დეცენტრალიზმი, ზოგადად დეცენტრალიზმი, ეს არის დადებითი პროგრესული პროცესი, მიღწეულია შედეგი, განვითარება არის ამისთვის საჭირო და როგორი მოლოდინები გაქვთ თქვენ ამ თვალსაზრისით. კარგად ჩამოაყალიბეთ კითხვას და პასუხიც მე მგონი თქვენ კითხვაში პასუხიც კარგი იყო. უნდა გაღრმავდეს. უნდა გაღრმავდეს თუ გვინდა ეფექტური მართლობა, ვერ მოიმართება ერთი კაცისგან, მით უმეტეს და ერთი ცენტრიდან აჭარისთიანი სოფლები და თუ გნებავთ ქობულეთიც. რა თქმა უნდა, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა უნდა გაღრმავდეს, მაგრამ არ შეიძლება ზედმეტი სიჩქარეც, რომ ჩვენ არ დავარღვიოთ ზედმეტად ვერტიკალი უნდა ფუნქციონირდეს და ბალანსი არ დაერქვეს. მადლობა. კი ბატონო, სამწუხაროდ ჩვენი საერთოდ რო ამოიწურა მე ერთადერთი რითაც და მთავარი რითაც კმაყოფილი ვარ, ეს არის რომ ყველა ჟურნალისტს მიეცა საშუალება რომ დაესვა შეკითხვა. მეც სიამოვნებით გიპასუხებდი, თუმცა საერთოდ რო აღარ გვაძლევს საშუალებას იმისას რომ ვრცელი პასუხები მოვისმინოთ. წინ არის კიდევ 9 გადაცემა, ეს იმას ნიშნავს რომ წინ არის. ძირითადად ეს ქონდა მეც და ეს მინდოდა რომ ქართული ოცნების დახასიათება მეხარხებინა და კი ბატონო რეგიონალურმა პრობლემებმა გადაძალა დღეს ნუ პრინციპში ეს ძალიან კარგია. არჩევნებასთან და ათევნებთან მაშასე ამოიწურა ჩვენი საეთერო დრო, თქვენ უყურებდით GDS-ის წინასაარჩევნო პროექტს, შეხვედრები რეგიონულ მედიასთან, მადლობას ვუხდით ჩვენს კოლეგებს, მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მონაწილეობას მიიღებდა ჩვენს გადაცემაში. საათნახევრის განმავლობაში ჩვენ შევეცადეთ რომ დაგვესვა ყველა კითხვა ყველაზე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი სტუმარი ბიძინა ივანიშვილი იყო. დიდი მადლობა. მე კამერის გარეშე შევეცდები, კამერის გარეშე შევეცდები. 5 სექტემბერს ზუსტად 12 საათზე ყველა კითხვას ბიძინა ივანიშვილს გურიაში მოქმედი მედია საშუალებების ჟურნალისტებთან ერთად დავუსვამთ. გადაცემა ორშაბათს პირდაპირ ეთერში ოზურგეთიდან გავაკ. მადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის. მადლობა დიდი და შევეცდებით თუ გნებავთ გიპასუხოთ რაღაც მაგ კითხვაზე რა გაკეთდა და რა მოხდა 4 წლის განმავლობაში. ჯერ ჩვენ სცენაზე შიგნით რასაც ხედავთ. ეხლა არ შეიძლება დავინახოთ პირველ რიგში კანონირების დაცვისა და ადამიანის თავისუფლების კუთხით. ყველაფერი ადამიანზე მორგებული უნდა იყოს. ნებისმიერი ტიპის, თქვათ, გარდაქმნას, თქვათ, დემოკრატიას ასაც ვამბობთ, ყველაფერი ადამიანის უფლებებზეა მორგებული. ამ ხრივ ეხლა შეიძლება ჩვეულებრივი მოსახლეობა, რომელსაც არაფერი არ გააჩნდა, წასართმევი, ხელისუფლების ზეწოლას და იმ ბერკეტებს ვერ გზნობდა დიდად და არც გარდაქმნას არ აფასებს, მაინც და მაინც. ახლა ჩვენ შიდარჩის ეს ხო, საერთოდ დრო აღარ არის. ვისაც არაფერი არ გააჩნდა. დიდი მადლობა, ეთერში აღარ ვართ. ეთერს მიღმა გაეცეთ შემდეგ პასუხი. ეთერში აღარ ვართ ხო? ეთერში კი